რა გინდა მეთქი რომ პასპორტები გადავიღოთ, ხო? ლომბარდიდან გამომქონდა ხოლმე აპარატი და ისე ვიღებდი. თავარი არის აქ რა იხარშება. და დავიწყეთ ნაკანი მამასახლისის ეპოქა. აი ეს არის თავარი. გულშემატკივრობა რევოლუციის. კაი გადასაღებია ბიძინა. აი როგორც ჯოკონდა ლეონარდოსთვის ისეა ჩემთვის. ფოტოებს რო ყიდი არ გიტყდებაო? გიჟდება ჩემ ფოტოებზე. მე ვგიჟდები მის ფოტოებზე. სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ქორწილის გადაღება. ეგ არის კინო. ეგრე რომ გადაიღოთ გაც. შენ გახარ ჩასაფრებული, როგორც მონადირე. უნდა იცოდე, როდის უნდა დააჭირო ღილად როლინგით ჩაგიცვა ამის გამო. არა, როლინგი არ ჩავიცა. ჩვენ მშვენიერი ვარ და ვერავინ რა გვიგზავნოს, რა დონეზე გვეცვას, აქამდე თუ აქამდე. მე მოვახდინე ჩემ თავში ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს არ მომხდარა ესე. ქართული კულტურაში არ ზის საერთოდ ეს რაც ახლა ხდება ქვეყანაში. ქართული კოშმარი, ხო? ოცნება კი არა, კოშმარი. ქოცმა რო გთხოვოს ფოტო გადამიღეო. სასაყვარელი. მოვკვდი სელფების გადაღებით, მარი გადამიღე ერთი ფოტო. ნახე რა ლამაზია. ხო მოგწონს. ეს მე ვარ დღეს. მე ესეთი გავფერადდი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს. ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის მარი ნაკანი. ფოტოგრაფი, ბლოგერი, ინფლუენსერი, მისი თვითეული ფოტო არის ყურადღების ცენტრში. იქნება ეს პოლიტიკურ აქციაზე გადაღებული თუ მისი ძალიან თამამი საკუთარი სხეულის, ასე ვთქვათ, თამამის სესია, ესეც გვინახავს, მარისგან გვინახავს კი არა, სულ ამას ვხედავ და გადაღებული ვუყურებ. მარი არის ჩვენთან სტუმრად. მარი, მადლობა. დღეს ვისაუბრებთ რა არის შენთვის ფოტოგრაფია, რას ნიშნავს საქართველოში იყო ბლოგერი, ინფლუენსერი. აქტივიზმსაც მინდა ვისაუბროთ, რისთვისაც მადლობას გიხდი, იმიტომ რომ მუდმივად გხედავ ხოლმე ხმაურიანი აქციების ავანგარდშიც კი და პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური ხარ და აი ამ ყველაფერზე მოკლედ მინდა საუბარი შენთან და მარის ვიცნობ ძალიან ბევრი წელია, ძალიან ბევრი საინტერესო მოგონება მაკავშირებს მასთან, მაგრამ მე მინდა დავიწყო საუბარი რა თქმა უნდა ფოტოგრაფიით. ერთი ძალიან კარგად გამოიყურები და შენს ფოტოებს რო უყურებ ხოლმე, აი გაოგნებული ვარ ყველაფრით. ჯერ შენ ტრანსფორმაციით ვარ გაოგნებული და ამაზეც მინდა მოგვიან. სხვადასხვა დღეს ამოღებული ჩავიცვი, რომ მეთქი მარის არ ჩამოვრჩებოდი, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმია. იმის იქით ვერ მივდივარ, ამაზეც უნდა ამ ეტაპზე, ხო? საინტერესოა. მარი, რა იყო პირველი კადრი, რომელმაც შენ მიგანიშნა, რომ ეს არის ჩემი საქმე? მეც მინდა რომ მადლობა გადაგიხადო, რომ მომიწვიე. გითხარი კიდევაც, რომ დედა ჩემი მეთქი მეუნებოდა გუში, რომ ერთი ძალიან მაგარი გადაცემა, ძალიან მაგარი წამყვანი არის და ძალიან ჩემი ოცნებაა, რომ მან მოხდეო და არ ვუთხარი, რომ მე უკვე მოპატიჟებული ყავდი შენ, ასე რომ დედა შეგისრულეს. მოკითხა დედას და აუცილებლად უნდა გამაცნო დედა შენი. აუცილებლად და მართლა ძალიან დიდი მადლობა ესეთი გადაცემა რა შექმენი. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული იყო და ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისგებლობაც არის და პრინციპში დღევანდელ დღეს გმირობა. ნამდვილად. ხო? კი, ნამდვილად. ასე რომ მადლობა და ძალიან ესეთი მადლობა ამ სიტყვებისთვის. დიდი მადლობა. რაც შეეხება ფოტოგრაფია, აი რომელი, ხო, რა იყო ის პირველი კადრი, რომელმაც შენ მიგანიშნა, რომ ეს უნდა ყოფილიყო შენი საქმე? იცი რა შეა საქმე? მე საერთოდ ფოტოებს არ ვიღებდი. და ჩემი გადაწყვეტილება ეს არ ყოფილა. უბრალოდ როცა ვიყავი 20 წლის, უკვე ვიყავი მარტოხელა დედა. და ბაბუა ჩემი, ტონი კალანდარიშვილი, რომელიც არის ცნობილი არქიტექტორი, ძალიან განიცდიდა ჩემ ამბავს და მეუბნებოდა, რომ აი არ ვიცი რა იქნება შენი მომავალი, მინდა რომ იყო პროფესიონალი და იქიდან გამომდინარე რომ მე მივატოვე თეატრალური ინსტიტუტი, რადგან მქონდა წოლითი რეჟიმი და მინდოდა რომ ბავშვი გაჩენილიყო ჯანმრთელი, 8 თვე სულ ვიწექი. აქ ხარ განქორწინებული ხარ? განქორწინებულობამდე გეუბნები რომ მე მიწევდა მეთქი წოლითი რეჟიმი და ამიტომ არ მქონდა დიპლომი და არ ვსწავლობდი. კი ბატონო. და უკვე 20 წლის განქორწინებული რომ ვარ და უკვე ლიტუკა რომ ყავს გაჩენილი ტონი, იყო ძალიან აფორიაქებული რომ
სად მიდიხარ არ ვიცი, აი ამ პრობლემის წინა შევიდექით და ის დღე მახსოვს ყველაზე ძალიან, რამაც განაპირობა ჩემი კარიერა. ეს იყო საღამო და მაგ დროს ჯერ კიდე დენი მიდიოდა, ანუ ედუარდ შევარდნაძის პერიოდია. და ტონი მითხრა, იქ სანთელიო დაანთეო, გეხვეწებიო. გრძნობო რომ დენი წავაო. მეთქი, კაი ტონი, რა ხარ, რატო წავა? მეთქი, რომ წავა, მე ავანთოთ მეთქი რა. და არა, დაანթե სანთელიო, დავანթե სანთელი. ლიტუკას იქით ოთახში ძინავს არის 9 თვის. და ტონიმ გამომიტანა თავისი ძველი ზენიტი. და მეუბნება ასეთ რამეს, რომ შენო იმდენად კარგად წერო, ანუ წერდი მე კარგად რა მართლა სკოლაში და თანო ხატავო, რომ აი მე მგონიაო, რომ შენ გაქვს მონტაჟური აზროვნებაო. და თუ ფოტოგრაფიაზე ჩააბარებო, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ. თუ მეთქი, რა შუაშია ფოტოგრაფია, ანუ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა. იმ პერიოდისთვის არ იყო ესე ფოტოგრაფია, როგორ თქვა, აღიარებული ჩვენს ქვეყანაში, რომ არის ხელოვნების დარგი, რომ არის ძალიან დიდი და პოტენციური პროფესია, მაგ დროს არ იყო ესე, ხო ხვდები? 2002 წელია. ისეთი ბნელია საქართველო. მესურათე კი არა, უარესი უთხარი მე. რა გინდა მეთქი, რომ პასპორტები გადავიღოთ, ხო? პასპორტის ფოტოებით, ხო? ანუ იმდენეზე მე არ ვიცოდი ეს. არ ვიცოდი რა. რას ამბობო? რას ლაპარაკობო? ჟურნალები გადმომიღო. აი ხედავ ინტერიერი, არქიტექტურა, პორტრეტები, ყველაფერი ფოტოგრაფია, მთელი მსოფლიო მაკეთკენ წავა, დამიჯერე ესე ამბობს და ყოველთვის თანამედროვე შენი ბაბუა. თანამედროვე და დროს. მაგ მომენტში წაიქცა. რო წაიქცა ამხელა ვეებერთელა კაცი, დენი წავიდა, ის სანთელი რო ამანთებინა ენთო და ჩემ ხელში დალია სული. აი ესე დავიწყე მე ფოტოგრაფია. ბაბუა ჩემის ბოლო დანატოვარის შესრულებით. როგორც ჩანს, ბაბუამ, რომელმაც ეს რჩევა მოგცა შენ, მან ხო იცოდა, რის გამო შეიძლება და შენ ყოფილიყავი კარგი ფოტოგრაფი, რა ჩაიჭირა შენში, როგორ ფიქრობ? ხო, კარგი შეკითხვაა ძალიან. საერთოდ ჩემი გამზრდელი ბაბუა იყო, იმიტომ რომ მე მის სახლში გავიზარდე და ძირითადად მასთან მქონდა კონტაქტი. ამიტომ სულ მაკვირდებოდა, ხვდები? და აი დიდი მეგობარი იყო ჩემი, იმიტომ რომ მე მარტო დედის ერთა ვიყავი და სულ ტონისთან მქონდა ურთიერთობა. მე მგონია, რომ მას მოწონდა ჩემში, რომ მე ძალიან მიყვარდა დაკვირვება. შემეძლო აი დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებით მესმინა მისთვის. დამესვა საინტერესო შეკითხვები, ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა. მიყვარდა გამოფენებზე მასთან ერთად სიარული და ის ჩემში ხედავდა, რომ მე ცნობის მოყვარე ბავშვი ვარ, რომელიც სამყაროს აკვირდება. და ეს ჩემი დაკვირვებული, ასე ვთქვათ, ხასიათი არ არის მარტო ის, რომ დაკვირვებული ხარ თვალებით და უყურებ, არამედ მთლიანად შემეძლო გამეკეთებინა კარგი ანალიზი, დამებრუნებინა სწორი კითხვები ბაბუასთან, მერე მეწერა თემა, ანუ აზროვნება მოეწონა ჩემი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ფოტოგრაფისთვის. ყველაფერი არის ფოტოგრაფია. ფოტოგრაფია ხალხს ახლა ადრე ყოველ შემთხვევაში ეგონა რომ არის ერთი დაჩხაკუნება და რომ მნიშვნელოვანი არის ქონდეს კარგი კამერა. და ეგ არის ბოლო წერტილი, აი ისიც კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ დააჭერს იმ გადასაღებ ღილაკს. თავარი არის აქ რა იხარშება. იმიტომ რომ ფოტოგრაფია როგორც ეგეთი არის სალაპარაკო ენა, რომელიც ენაც ესმის აბსოლუტურად ყველა ნაციონალობის ადამიანს. შენ თუ გაქვს შინაარსი შეტანილი ფოტოში, რომელშიც დევს ძალიან ბევრი სხვადასხვა იდეა, ნარატივი, ემოცია, შინაარსი, ამას იაპონელიც წაიკითხავს და ესპანელიც, იტალიელიც წაიკითხავს და ამერიკელიც. იმას არ ჭირდება ახსნა და ტექსტი. ფოტო ლაპარაკობს თავისთავად ფოტოგრაფიული ენით. უბრალოდ იქ არის ჩადებული კოდები, რომელი კოდებიც უნდა ამოხსნას მაყურებელმა. ხშირად უფრო ძლიერი ემოცია აქვს ფოტოს, ვიდრე კადრს, ვიდეო კადრს გულისხმობ. ამაზე სულ არის ხოლმე. ნუ თუ იმაზე ვილაპარაკებთ, რომ საერთოდ ედვარდ მეიბრიჯი იყო ფოტოგრაფი, რომელმაც პირველად გადაიღო ეს ცხენის მოძრაობა და 24 კადრი ფოტოდრომზე შექმნა და ააჩქარეს და გამოვიდა მერე უკვე
ფილმი, მოძრავი, როგორც ხენი მოძრაობს, კადრი და კინო, ანუ ერთმანეთისგან არ არის განსხვავებული, უბრალოდ კინოში ბევრი კადრია. შესაბამისად, ჩემთვის ფოტო და კინემატოგრაფია არის ერთი და იგივე, უბრალოდ უფრო რთულია ერთ კადრში მოყვე დინამიკას. და იქ უკვე როგორ არის იცი პრინციპი, რომ მაყურებლის თვალი მარცხნი და მარჯვნივ კითხულობს ამბავს ერთ კადრში. და ჩვენ ხო ესე ვკითხულობთ წიგნს და იქ უნდა მოახდინო ის, რომ გახსნა კიდევაც ერთი ამბავი. მოხდეს იქ რაღაცა კონკრეტული პრობლემა ან კულმინაცია და მერე ფინალი და იმ ერთმა კადრმა დაგაკმაყოფილოს უნდა როგორც მთელმა ფილმმა და რთულია ერთ კადრში რომ შენ თავარი გმირიც გყავდეს მეორე ხარისხოვანი გმირებიც გყავდეს ამბავიც ამოიცნო და იქ კიდე დატოვო პაუზა რომ მაყურებელმა მოახდინოს ინტერაქცია და თავისი შეიტანოს ინტერპრეტაცია. ურთულესია. სხვადასხვა ძალიან საინტერესო ტყვები და დაახლოებით ხვდები ხოლმე, რატომ არის ბუმი, როდესაც შენ მორიგჯერზე დებ ინსტაგრამზე, რომ იხსნება ახალი კურსი. არსებობს დადგმული შედევრები, აი ამაზეც სულ არის კამათი და მინდა მოვისმინო. სულ ტყუილად გამათობს, ვინც გამათობს, რა თქმა უნდა. ამისი მამები ყავს ჩვენ სოფლიო მამები დადგმული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი არის ჯეფ ვოლი რომელიც სულ დადგმულ ფოტოგრაფიას ემსახურება და ესეთი ძალიან ბევრი არის ზოგადად ფოტოგრაფიის ისტორიაში დადგმული ფოტოგრაფია არის უკვე რთულია ფილოსოფია რა თქმა უნდა კონცეპტუალურია არა ხო იცი ეს ფრაზა რომ ფოტოებს რო იღებენ და აუეხათ ისე გადამიღებით რომ არ ვიცი დადგმული არ იყოს მაგას გულისხმობ როგორც ჩანს მე მეგონა ამას გულისხმობ არა მე მაგას არ გულისხმობ მაგრამ როგორც ჩანს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის აი ეს რაღაცა ბანალური ფრაზა ისე გადამიღე რომ თითქოს მე არ ვიცი ნიშნავს რომ ასეთი ფოტოგრაფი, კარგი ფოტოგრაფია. ვინც არ ერკვევა, მაგათ გულისხმობ რა. ნახე ორი განსხვავება არის. მოდი დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი, რომ დადგმული ფოტოგრაფია უფრო რთული შესასრულებელია ალბათ, იმიტომ რომ შემთხვევითი კადრები ალბათ იღბალიც არის, არა? აბსოლუტურად გეთანხმები. ეხლა ნახე ჩვენ როგორ ყოფთ ფოტოგრაფები ამ მომენტს. როცა დადგმულია ფოტოგრაფია, შენ ხარ რეჟისორი და შენ დგამ სპექტაკლს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეჟისორი თუ ნიჭიერია, მაყურებელი აუცილებლად ბოლოს განიცდის კათარზის, რაც არის ჩვენი განზრახვა. მაგრამ თუ არის დოკუმენტალური ფოტოგრაფია, სადაც შენ უნდა დაიჭირო, იქ უკვე შენ ხარ მონადირე ან მეთევზე. იქაც შენ გმართებს, რომ ინტუიტიურად იმ დონეზე გქონდეს შენ უკვე გაჯერებული ის, რომ სნაიპერივით ზუსტად იგრძნო, რომ აი ახლა მოხდება ყველაზე კულმინაციური მომენტი, შენ დგახარ ჩასაფრებული, როგორც მონადირე და მაშინ უნდა იცოდე, როდის უნდა დააჭირო ღილაკს, იმიტომ რომ გამომუშავებული უნდა ქონდეს ის, რომ იგრძნო. ინტუიტიურად იგრძნო, მთლად იღბალზე არ არის. იქ უკვე ჩასაფრებული უნდა იყო და იგრძნო, როდის არის ყველაზე კარგი მომენტი გადასაღებად. და აი ბევრჯერ ეგრე რომ გადაიყოთ კაც. იქიდანაც რომელიმე არჩიო და არჩევის პროცესი არის მეორე გადაღება. პროცესი მეორე გამოწვევა. კიდევ უფრო დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ბევრი ფოტო გაქვს და იქ მილიმეტრებით არჩევ. არ უნდა მოგეწონოს ყველა. აი მე მაგალითად როცა გავიარე მაგნუმის ერთ-ერთი მაესტრო არის გიორგი პინხასოვი და მასთან გავიარე ვორქშოპი, მისი მოწაფე ვიყავი და გიორგი პინხასოვიც როგორ გვარჩევინებდა? ძალიან გვაპატარავებინებდა ამ კადრებს ლეპტოპში და ჩქარას ქროლავდა და რაც დაგიჭერსო შორიდან და პატარაზე. ის არის კარგი კადრი, ანუ გამოგვიმუშავა უკვე ინტუიტიურად შორიდან რომ აღიქვა რომელია ის ერთი კარგი. და აი მერყევი ხასიათი ხელს უშლის ამას, აი არჩევ და მე არა ეს უნდა ამერჩი არა ის. და ამიტომაც უნდა კონდეს უკან ბექგრაუნდი, რომ იცოდე რა არის. პრიორიტეტი რის მიხედვით ირჩევ. ეს არჩევა ლატარეა კი არ არის. უნდა იცოდე რატო ირჩევ. რა არის იქ მნიშვნელოვანი? რისი თქმა გინდა? რისი თქმა გინდა, როგორი შუქია, როგორი კომპოზიცია? შეიძლება უფრო კარგი მოგწონდეს უფრო ფოტო რომელიღაცა, მაგრამ აირჩიო იმის გამო, რომ სათქმელი უფრო მოაქვს. არა. მომწონს იმიტომ რომ სათქმელი მოაქვს. ოკეი. მივხვდი, ანუ ჩემი მოწონება არ არის რანდომ, ანუ ჩემი მოწონება დგას რაღაცა კონკრეტულ პრინციპებზე, რის გამოც მე ვიცი რომ მომწონს. და შენ საყვარელი ფოტოგრაფი ვინ არის? ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მყავს, დავიწყოთ ქართველებით. ჩემი საყვარელი ფოტოგრაფი არის გურამ წიბახაშვილი. გიждები. ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ ჩემი მასწავლებელია და მისგან ვისწავლე სწორედ ფოტოგრაფია. რა გასწავლა წიბახამ ისეთი ერთი
რაც სულ მოყვება და სულ გახსენებს თავს და ფიქრობ, რომ აი ეს არის თავარი. თან ბოჭა, იმიტომ რომ ბევრი მინდა ამაზე ვილაპარაკო, ერთი პასუხი არ არის. გურამი არის უდიდესი ადამიანი, ფილოსოფოსი, რომელთან ჯერ მარტო საუბარი და მოსმენა არის იმხელა ბედნიერება, რომ იზრდები და ფართოვდება შენი აზროვნების ახლა უკვე ვიცი, ვინ უნდა მოვიყვანო სტუმრად. აუცილებლად, ეგ არის თუ არის მართლა ამბის მთხრობელი. ზოგადად ფოტოგრაფები ჩვენ ამბავს ყვებით, ოღონდ ფოტოგრაფიულად, ხო? და გურამთან როგორ იყო, იცი, 22 წლის წინ ჩავაბარე. და პირველი დავალება რაც მომცა იყო რომ ვარდების რევოლუცია არის ახლა გარეთო. აი შენ კამერაო და თუ ამბავს მომიყვებიო მე აი ამ კამერითო ამბავს მომიყვებიო აგიყვანო ჯგუფშიო. რო გავარდი ამ ვარდების რევოლუციაზე საერთოდ არ ვიცოდი კამერა როგორ უნდა მოვიხმარო. რაღაცები ამიხსნა კი ტექნიკურად რომ აი 160-ზე დააყენე და მორბის ციგანი ქალი. ხელში უჭირავს პატარა ბავშვი. და ვარდების რევოლუციაზე რომ მოდიოდა მე მეგონა რომ ეხა მოვა ან შეგვაგინებს ან ფულს თხოვს ან გვიმკითხავებს ხო რასაც ვიყავით ბავშვობაში მიჩვეულები და ჩემ და გასაოცრად რომ მომიახლოვდა დაიწყო ესე მუშტით გულშემატკივრობა რევოლუციის გესმის და დავინახე რომ ეს ქალი მოქალაქეა საქართველოს ის გრძნობს პასუხისგებლობას მოვიდა აქციაზე თოთო ბავშვით ხელში და გულშემატკივრობს ეს იყო იმდენად შთამბეჭდავი რომ ქალი მოსულია და გულშემატკივრობს საქართველოს რომ თავისუფლება იყოს ეგ იყო ერთი კადრი ეგ კადრი დავბეჭდე თუ არა ლაბორატორიაში შავ-თეთრად ფურცელზე და წითელ შუქში მან ვისწავლე ქიმიურად ანუ აი ამ მთელი გამჟღავნება, დაფიქსირება, ფოტოს დაბეჭდვა და მერე აღმოჩნდა ეს მთელი ეს კადრი აღმოჩნდა მთელი ჩემი ცხოვრების როგორ თქვა, იცი, პორტრეტი წინასწარმეტყველება. იმიტომ რომ მე ეს ხო ჩემი პირველი ფოტოა ჩემ კარიერაში და მე ისე აღმოჩნდა რომ მე ვიყავი სწორედ ეს მებრძოლი ქალი, ბავშვით ხელში, მარტოხელა დედა, რომელიც მუდმივად გულშემატკივრობს თავის ქვეყანას, რომ იყოს თავისუფლება. ატარა იყო ლიტუკა, შენ რომ მარტოხელა დედა 20-ის ვიყავი მე და ლიტუკა იყო 1-ის. 1 წლის იყო. ძალიან სტრესული იყო და შემდეგ როგორ განვითარდა შენი პირადი ცხოვრება? ლიტუკა იყო ჩემი პირადი мотиваცია, რატომაც მე მომინდა რომ უფრო და უფრო მეც მივაღწიო, სამსახური ვიშოვო, განვითარდე, კარიერა ავაშენო. არც აპარატი მქონდა, იმიტომ ტონი მროზენიტი და მიტოვა ის გაპუჭებული იყო. ლომბარდიდან გამომქონდა ხოლმე აპარატი და ისე ვიღებდი პირველ დღეებში, მერე უკვე კომპიუტერი არ მქონდა და ნიკოლაძეზე იყო ინტერნეტ კაფე და იქ ვიხდიდი ხოლმე საათში ლარს რომ რაღაც დამემუშავებინა და ესა ნელ-ნელა დავიწყე ჩემი კარიერა ლიტუკას ხათრით. კონვერტი მაჩუკა ჩემა სადაქალომ მახსოვს ფული იყო შიგნით, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი, როცა გამიჭირდა და გაბუტული ვიყავი ჩემს ყოფილ ქმართანაც და საერთოდ ისე ვიყავი რა ჩაკეტილი უფრო ბავშვებმა შემიგროვეს პამპერსის ფული. ხტები რას ვამბობ, მე როგორ რადონეზე მიჭირდა? იყო ესეთი მომენტებიც იყო ახლა. იყო რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებს მეხმარებოდა მერე და მერე. ჩვენც ვუგრავებდით ჩვენს მეგობრებს და მომენტები გამახსენდა ახლა. გაგახსენდებოდა, ჩვენ არაფერი არ ქონდა, ვიკა. არ დენი არ ქონდა, არ წყალი არ ქონდა. იმაზე ლაპარაკი არ არის, საერთოდ ინტერნეტი და ტელეფონი. ჩვენ მოდივართ გამოქვაბული დანგრეული ურთიერთობის შემდეგ ახალ ურთიერთობაში შესვლა არ იყო რთული? ძალიან ადვილი იყო, იმიტომ რომ ისეთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც არ ვიცი, აი ფრთები შემასხა და გიორგი რო გავიცანი თვითონ მუშაობდა ტელევიზიაში, იყო ოპერატორი, მამასახლისი და რო დაინახა მე როგორი dedicated და მიძღვნილი ვარ ჩემს პროფესიაში, კი მკითხა ისე თავიდან რომ ფოტოებს რო ყიდიო არ გიტყდებაო? თუ მეთქი რატო უნდა მიტყდებოდეს თქო, მაშინ არ იყო საერთოდ კომერციული ჟანრი არ იყო განვითარებული. ანუ რაზეა ლაპარაკი, მიშა არ იყო მოსული. ჯერ მე უკვე რო ყიდიდი ფოტოებს და არ გიტყდებაო და მეთქი რატო უნდა მიტყდებოდეს თქო და რა ვიცი, ეგ უფრო სულის არისო, აი სულისთვის იღებ. გესმის რა პერიოდზე ლაპარაკი? და მე ნელ-ნელა გადმოვიდა, საერთოდ ტელევიზიიდან წამოვიდა ჩემი ხათრით და დავიწყეთ ნაკანი მამასახლისის
ეპოქა. თქვენი Instagram ცხოვრება ძალიან იდეალურად ჩანს. ასე მე მესმის, რომ იდეალური არაფერი არ არსებობს, ცხადია, მაგრამ ის რომ მისი პროფესია თუნდაც თანხwebdra, ხა ოპერატორი იყო, შენ ფოტოგრაფი იყავი, ყველანაირ თანხwebdra გაქვს. თან ალბათ ხაზიც უნდა გაეშვას, რომ რაც ურთიერთობაში. როგორ ხდება გადახალისება მრავალწლიანი ურთიერთობის? გაქვს ხრიკები, რომელსაც იყენებ, რომ ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობამ არ დაკარგოს ის ძველი შუქები. იმიტომ რომ ასე ჩანს Instagram-ზე, რასაც მე ვუყურებ. საერთოდ Instagram-ზე რაც ჩანს, ისე არის. იმიტომ რომ ჩვენ ტრანსლირებთ ჩვენ ცხოვრებას. ახლა რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება ითამაშო? კაი 2 საათი, 3, მაგრამ მე Instagram-ი მაქვს დაახლოებით, რაც გაიხსნა იმის მერე მე მგონი გავიდა 1.16 წელი, ხო? ეხლა რამდენი გამომწერი ყავს? 183.000. აი მოდი რომ დაუბრუნდეთ, რა არის ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლო? იშვიათია დღეს დროში. ჩემი და ბაბუა ჩემი ორივე იყვნენ არქიტექტორები და ორივე იყვნენ ძალიან მაგარი მეგობრები, კოლეგები. აი ეს კოლეგიალურობა და მეგობრობა და პროფესიისადმი ასეთი სიყვარული კი არ არის რთული, კიდევ უფრო დიდი გამართლებაა. ანუ, როდესაც შენ ისე ძალიან გიყვარს ფოტოგრაფია, როგორც შენს პარტნიორს, რთული კი არა, ზეიმია და ჩვენ აი სწორად ამ ჩვენი სიყვარულის შვილი, გარდა ჩვენი შვილებისა, არის ფოტოსკოლა. ანუ პროდუქტი სიყვარულის არის ფოტოსკოლა და უამრავი ბედნიერი სტუდენტი. ეს რთული კი არ არის, ეს არის უდიდესი წყალობა, ღვთისწყალობა, რომ შენთან მოდიან ადამიანები, რომლებიც გენდობიან, რაღაცას გრძნობენ იქ სადღაც კუნჭულში, რომ აი უნდა აქვთ პოტენციალი, არ იციან სად კონკრეტულად უნდა გახსნან ეს თავის პოტენციალი. და პროფესიულადაც ეწყობით ერთმანეთს, ეთანხმებით ერთმანეთს, გაქვთ საერთო ხედვა? გიჟდება ჩემ ფოტოებზე, მე ვგიჟდები მის ფოტოებზე. ეს ცალკე არის. ეს აბსოლუტურად ცალკე არის. ანუ წარმოიდგინე, ეს არის ცალკე როგორი რაღაც იცი, მის ფოტოებს რო ნახულობ, აი მე ვფიქრობ, ღმერთო, რა მაგარია და არასდროს არ მქონია განხებლვა. ერთმანეთს ასწავლიდით და მითითებებს აძლევდით ხოლმე? არასდროს არაფერს. ის ჟანრი არის გიორგისი. არქიტექტურა და არის მართლაპელე ამაში და უამრავი უკვე საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული და ბეჭდავენ უკვე ჟურნალებში ევროპაში საზღვარგარეთ ძალიან პრესტიჟული სტატიები გიორგიზე ებეჭდება არქიტექტურაში. მაგრამ რო გამოვიდა ეხლა ხან ინტერვიუ იქონა ძალიან დიდი, როგორც სპიკერი გამოვიდა სცენაზე, აკო ახალაიამ დაპატიჟა. ყვებოდა რომ მე არქიტექტურის ფოტოგრაფია, იმიტომ გავხდიო რომ მარის ძალიან უყვარსო ბაბუა მისის ერთი წიგნიო, სადაც სულ არქიტექტურა არისო და რო ვათვალიერებდიო რა ამ ფოტოებს, ვგიჟდებოდიო და ისე გამოვიდა მე რომ იმ წიგში არსებული ერთ-ერთი არქიტექტორმა გიორგის დაუკვეთა და დღეს არიან კოლეგები. ხო და ეს ყველაფერი რაღაცნაირად გადაჯაჭვული არის. კადრი, რომლის გადაღება ვერ მოასწარი და აი ეს მოსვენებას არ გაძლევს და გინდა გადაღება. გაქვს ასეთი კადრი? არა. არ მქონია ეგეთი ვერ მოვასწარი. ლოკაცია ვთქვა. რომელზეც მაგალითად რომ ვიოცნებებდი? არა, ვერ მოვასწარი არ მქონია, პირიქით ფიქრობ რომ ვაუ, მარინაკანო, რამდენი რამე გადაიღე, რომ გადავხედავ ხოლმე ამ ჩემს ვინჩესტერებს და არქივს, იმდენი მაგ გადაღებულია. ვერ მოვასწარი კი არა, სად ენახება ეს ყველაფერი? ვინჩესტერებზე უდიდესი სერვერები და მე სულ იმცი რამე დარდება, ვინ მიხედავს მე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე კი მაგ დაალაგებული. მაგრამ გიორგის მამაც ფოტოგრაფი იყო ძალიან მაგარი, სანდრო მამასახლის. იმას ყავს გადაღებული კონსტანტინე გამსახურდია, ვერიკო ანჯაფარიძე, ოთარ იოსელიანი და ჩვენ ახლა ამ ყველაფერს უკეთებთ არქივს განახლებას. ჯერ სანდროს მაგან შექმნა მთელ სამიერკავკასიაში პირველი ფაკულტეტი ფოტოგრაფიის, სანდრომ. ჯერ იმას ვაარქივებთ და ეხლა ჩვენ ფოტოებს ვინ მიხედავს, აბაზე გვეფიქრება. ვერ მოვასწარი კი არა, რამდენია ღმერთო. და დღეს საქართველოში ფოტოგრაფია, პროფესია, ხელოვნება, ბიზნესია, ხელობა რა არის? აი წარმოიდგინე რომ რაც ჩამოთვალე, აბსოლუტურად ყველაფერი და იმაზე მეტი. რაღაცნაირად ესე მოხდა, არ ვიცი მე, მთელ სოფლიოში. აი ახლა ვიყავი პარიზში, შენ გეცოდინება ეგ ისტორია, რომ პარიზში ვიყავი, დიდი ხანი ვიცხოვრე იქ.
პირველი რასაც მეკითხებოდნენ, როცა მივადგებოდი ვინმე ტიპაჟს, რომელიც მომწონდა, ესე ქუჩაში მომწონება მივდივარ. მინდა გადავიღო თქვენი პორტრეტი, თქვათ სთავაზობ, ხო? რას გეკითხებიან? მაჩვენე შენი IG. მაჩვენე შენი IG. IG-ს გარეშე ვერაფერს ვერ დაიწყე. მითხარი რა. Instagram-ი არის IG. Instagram-ი თუ არ გაქვს მოწესრიგებული და არა TikTok-ი და არაფერი. ფოტოს რაც შეეხება, ფოტო არის Instagram. პორტფოლიოს რაც შეეხება, შენ საქმიანობას რაც შეეხება, არის Instagram-ი. იმიტომ რომ იქ ისე არის დალაგებული ყველაფერი ძალიან მაგრად, რომ ჰაილაითებში შენი ნამუშევრები და შენი მიღწევებია, შეთავაზებებია, ხო? თავიდან იქ უნდა იყოს ისეთი ავატარი და ბაიოში ისე უნდა იყოს შენი პრეზენტაცია გაკეთებული, უკვე მოახდინო ადამიანის მოხიბლა. გალერეაში ჩადიხარ, ნახულობ პორტფოლიოს ნამუშევრებს. საიტივით არის ხვდები და თან ეს საიტი, რომელსაც შეგიძლია რომ მუდმივად უყურო სტორიში რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში. გენიალური აპლიკაციაა და იცი როგორი ტოპ მოდელები დამთანხმდნენ, სრულიად უფასოდ. აი გეუნები საშა ბილალი, რომელიც არის ძიორის სახე, გალიანოს სახე. Yves Saint Laurent-ის სახე მოდელები მყავდა, არ ვიცი, Adidas-ის კაბა გადამაღებინეს შუა პარიზში და Louis Vuitton-ის მოდელები და აი ესეთი ხალხი მყავს გადაღებული. მე თვითონ შოქში ვარ. რისი გადაღება გიყვარს ყველაზე მეტად? მოდა და ისა პორტრეტები. მოდა და პორტრეტები. შენ ყველაფერი გადაგიღია. აი აქცი 2003 ანუ აქციიდან დაწყებული. მე ვიყავი ჯერ დოკუმენტალისტი, მუშაობდი ჟურნალებში როგორც ფოტორეპორტიორი. ძალიან ბევრ ჟურნალში მაქვს ნამუშევარი. მე ეკახოფერია მამიყვანა უკვე City-ში და ყველა ყდა ჩემი იყო და მუშაობდი cover-ის editorial ფოტოგრაფად. წლები, ბოლოს City-ს კი მე გადავიღე, რამდენი წელი გადის უკვე. მე მუშაობდი, როცა ძალიან მიჭირდა და არ მქონდა საშუალება, ქორწილებს ვიღებდი, ოღონ ამ ქორწილებს უკვე უყურებდი როგორც დოკუმენტალისტიკა და აი უფრო იცი რა მაინტერესებდა ამ ქორწილში, როგორ მოვყვები ამბავს. აი საერთოდ აბსოლუტურად ყველაფერს როგორ მოვყვები, რომ აი როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, მე რა ზეიმი იყო და ჩემ ფოტოებზე უტირია ხალხს ისეთი ამაჩუყებელი. ხოდაშორის ძალიან საინტერესოა ქორწილის გადაღება. ეგ არის კინო. ეგ არის კინო. როცა რეპორტაჟს არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ როგორც უყურებ ქორწილს, როგორც მოვლენას და ლაივ ივენთი, ცხოვრებისეული მოვლენა. თან როგორი მოვლენა? ადამიანმა რომ მე შვილი შულს უნდა ანახოს ეს ფოტოები, რომ აი ესე ვიქორწინეთ და იქთან რაღაც ბევრი ნიუანსებია, დედამთილი პორტრეტები, გამოხედვები. ხო, არიან ქართული ქორწილის გადაღება საინტერესოა? გადამიღია უამრავი. ქართული ქორწილი არის იცი როგორი საინტერესო რიტუალები, ტრადიციები, ხასიათი. ანუ ეს არის ცალკე, რა ვიცი, არაჩვეულებრივი გამოფენა. მან დარხა რეჟისორი, მან ამბავი ცალკე ხდება მოვლენები, რომელსაც შენ ისე უნდა ჩაუსაფრდე კატასავით, რომ არც ხელი შეუშალო არავის, არც აგრძნობინო, რომ უღებ, იმიტომ რომ დაკომპლექსდება, ყველა ადამიანს აქვს კამერის შიში. და აი უნდა ისე იმოძრავო რაღაცნაირად. აი ეს არის ისე გადამიღე, რომ მე არ ვიცოდე. მინდოდა მე შენთვის ჩამომეყალიბებინა, უბრალოდ აღარ დაგცალდა, რომ ადამიანებს აქვს ის შიში, იცი? ეს არის რა თქმა უნდა ავტომატური და არაცნობიერი. ჩვენ ყოველთვის გვეშინია გარედან როგორ შეგვაფასებენ. სხვები, ხო? სკოლები არის შეფასებითი სისტემა. ჩვენთან ყოველთვის ასე იყო. დაფასთან გაფასებდნენ. დიდი კლასის წინაშე, როცა ყველაზე ესეთი მოწყვლადია ბავშვი, ხო, თინეიჯერობის ასაკში და იქ ვიღაცას ეპრანჭება, იქ თავის კომპლექსები აქვს, იქ რაღაცა თავისი ისა აქვს, ხო, პრობლემები, ტკივილები და მასწავლებელი ყოველას წინაშე გიწერს ორიანს, როგორია. ანუ უდიდესი ტრავმა და სტრესია ბავშვისთვის და ეს გვაქვს გამოვლილი ყოველას წლების მანძილზე შეფასება, შედარება. ის უკეთესია, ის უკეთესად რატო სწავლობს? ნახე ამა როგორი ისწავლა. ანუ უდიდესი ბულინგი, რომელიც მერეც ადამიანი უბრალოდ ფსიქოლოგიურად შეუძლებელია, რომ იყოს სტაბილური, ხო? გარდა მაგისა კიდე შეფასება როგორი იცი? აი, რასაც შენზე მაგალითად იტყვიან მეგობრები. რასაც ქუჩაში ნაცნობები, კულტურა საერთოდ, კულტურამ რა შექმნა. მე რაც შექმნა კულტურამ, საზოგადოებამ ძალიან ვეწინააღმდეგები რა, იმიტომ რომ აი ადამიანი უფრო და უფრო დააკომპლექსა, ჩარჩოში ჩასვა, თავიდანვე შეუზღუდა ის, რომ იყოს ბუნებრივი, ბედნიერი, ლაღი.
უპირობო სიყვარულის არ არსებობს ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი განპირობებულია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა კავშირიდან მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ სხვამ უნდა შეგაქოს. უკულტურობაა, რომ მშობელი გაქებს. ეს არ იყო მართებული. გესმის? უკულტურობად ითვლებოდა. მე კიდე ჩემ შემთხვევაში ასე იყო, მარი. ჩემ შემთხვევაში იცი როგორ იყო? დედა ჩემი სხვათა შორის მაფასებდა, გარეგნულად მაფასებდა და ეს ჩემზე ძალიან დიდ ტკივილს იწვევდა. რა აი უთქვავს მაგალითად, რომ აი რატო დაემსგავსე მამას შენს? ხო შეიძლება და ჩემი ცხვირი გამოყოლოდა. ამას რომ პატარას ეუბნები, თან დედა, რომელიც ბავშვისთვის ღმერთია, ბავშვისთვის, რომელსაც ჯერ არაა გაცნობიერებული ეს სამყარო, მთელი სამყარო არის დედამისთვის. დედა შენზე ცუც ვერაფერს ვერ გათქმევინე. ცუც კი არ ვიძახი. დედა ჩემი არის სასწაული. დედა შენზე მე არაფერს გადაკრულსაც არ გათქმევინე. ნახერას ვიძახი, შევა სხვა დედებს დაეხმაროს. მესმის სხვა დედებს მინდა რომ უთხრა, რომ ბავშვი კი არ უნდა შეაფასო მისი გარეგნული ნიშნების გამო, არამედ უთხრა რომ ყველას რა კეთილი ხარ. რა ჭკვიანი ხარ და გაუმახვილო ბავშვ მის ასე ვთქვათ მართლაც დადებით თვისებებზე გაუმახვილო ყურადღება რომ ამას მოეჭიდოს იმიტომ რომ მე რო გარეგნობაზე მაფასებდნენ მეგონა რომ დედას იმიტომ ვეყვარები რომ ლამაზი ვიყო შედეგად არის რომ ცხვირის ოპერაცია გავიკეთე როდის უკვე მაგრამ ბავშვობაში იყო ის ტრავმა ხო ჩადებული არ გეტყობა საერთოდ დედა ჩემი არის ბრწყინვალე პიროვნება ანუ რეჟისორია და მაგან მომცა ეს კრეატივი საერთოდ და შემოქმედებითი წვა მაგიტომ აქ თავში რომ სუდედასთან მქონდა დიალოგები. ხო, მაგრამ ყველაფერს აქ ხო ორი მხარე. ბატონო. შეიძლება ცუდი ფოტოაპარატით გადაიღო კარგი ფოტო? შენ თუ შეაფასებ, რომ ფოტო უნდა იყოს ხარისხიანი? ფოტო უნდა იყოს ხარისხიანი. მაგალითად, აი იგივეა რომ მკითხო, შეიძლება რომ ძალიან ლამაზი ფორმის კაბა შეკერო გაკუცული ქსოვილით, რომელიც მალე დაირღვევა. ხო, გული დაგწყდება, რომ აი რა კაი ფორმის კაბა იყო და ხვალ აღარ არის. ამიტომ ფოტოში უნდა იყოს როგორც ხარისხიანი, რომ ის უბრალოდ მოვიდეს მაყურებლამდე, კარგი, იმითი რა ქვია, როგორ თქვა მაგას, ქსოვილი უნდა იყოს რა, ისეთი სუყე, ფაქტურა უნდა ქონდეს. ფირი იმიტომ ყოველთვის მაგარი. ეხლა მე და შენ ხო გადაცემა მიყვავს საინტერესო, ხო? შენ კარგ შეკითხებს მაძლევ, მე ვიღიმი და ისე გვერდიდან რომ შეხედავ რა კაია და წარმოიდგინე რომ მიკროფონი ეხა თურმე მე რო აღმოჩნდეს რომ იყო იმითი რა, ან გამორთული ან ხმაური შემოდიოდეს. შეიძლება კარგი გადაცემა გადიოდეს და ხმა იყოს უხარისხო? ვერ მივა. ხო არ არის უხარისხო ხალხო. ვერ მივა ხო მაყურებლამდე. იგივე რაც შემკითხე რომ თუ ფოტო კარგია, მაგრამ მე ცოტა ვერ ვხედავ რა ხდება იქ და ბუნდოვანია ან ფოკუსი აკლია, ან ფერია ხო დაკარგული. რავი მაყურებლამდე ვერ მივიდა. და შეიძლება ჩემ ასაკში ფოტოგრაფია ისწავლოს ადამიანმა. შენ ასაკში არის რეკომენდირებული. მართლა მინდა. რეკომენდირებული. მე სულ უფროსები მყავს. ბავშვებთან სხვანაირი მიდგომა მაქვს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და სხვა რამეს ვასწავლე იმათ და უფროსებს ვასწავლე გათავისუფლდნენ იმ ნეგატიური დაჯერებებისგან, იმ სწორედ ტრავმებისგან და იმ შეზღუდვებისგან, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე ატარეს და ათრიეს და ფოტოგრაფია ათავისუფლებს. შენ გადაიღებ ისეთ ფოტოებს, როგორიც მე მინდა. როგორიც შენ მთელი ცხოვრება თურმე შეგეძლო და არ იცოდი. ой, როგორი საინტერესო. ნამდვილ true self-ს იპოვე. ჩემ არ შეიძლება ჩავეწერო შენს კურსს. უნდა, აქამდე რატო არ ჩაეწერე? არ ვიცი, რა წესია. იცი რა მაგარია? თერაპია. მე ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. მე მგონი აქაც მეტყობა ეხლა, რომ ეს არის ჩემი ცხოველი ინტერესი, მე ყველაფრის მიმართ, რაზეც ჩვენ საუბრობ. ერთი მინდა გკითხო, რომ არის სიტუაციები, რომელსაც შენ ვერ დგამ, შენ ვერ მართავ, აი ქორწილი, რაღაც როგორც დოკუმენტალისტიკა, რეპორტაჟი და არის სიტუაციები, რომელსაც შენ დგამ, შენ მართავ, შენ ქმნით, მოდა. რომელი უფრო მოგწონს? მოდა. მოდაზე გიჟდები, ვაფრენ. იმიტომ რომ მოდა ჩემთვის არის არქიტექტურა. გამომდინარე იქიდან რომ სულ ფორმები არის, ყველაფერი. მოდა ჩემთვის არის ბალეტი და მე ბალერინა ვარ ყოფილი და პლასტიკის გარეშე და იმის გარეშე რომ თქვათ ეს ვინც თამაშობს ჩემს წინ, იქ უნდა მე თუ ქორეოგრაფია არ დავდგი და ის პლასტიკა და დინამიკა არ შევმატე კადრს, ვერ ისუნთქებს კადრი, უნდა იყოს ძალიან დინამიური ჩემთვის პირადად, ეს არის ქორეოგრაფია. და პლუს ამას მოდა არის რა იცი, კულტურა.
როგორ შეიძლება რომ რომელიმე როგორ თქვა ავტორმა თავისი ნააზრევი აქედან მერე გადმოიტანოს გარეთ და თავისი იდეებით შემოსოს ადამიანი. არასდროს არ წასულ ხარ კომპრომისზე, რომ არასდროს არ გადაგიღია, რისი გადაღებაც არ გინდოდა, მაგრამ გადაიღე. ჰონორარის გამო თუნდაც. არა. ჰონორარის გამო არასოდეს უფრო გადამიღე, იმიტომ რომ შეიძლება უთხოვიათ, რომ არ მაქვს ფული და გადაიღე რა და ხელს უწყობ ხოლმე ესეთ ახალბედა მაგრამ არა, მე ვგულისხმობ რაღაც რაც ძალიან არ მოგწონს და გიწევს რომ გადაიღო. თუ არ შევეხებით მოდას, მიწევს გადავიღო, ეს იყო როცა ბანკების რეკლამებს ვიღებდი. ახლა აღარ იღებ ეგეთ შეკვეთა. ყველაფერი გავაუქმე. მივხვდი რომ მე უკვე იმ დონის გამოცდილება დავაგროვე 20 წლის მანძილზე და იმდენი რეკლამა გადავიღე რომ ეხლა ეს ყველაფერი მინდა სხვებს ვასწავლო და ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. ყოფილა შემთხვევა რომ უყურებ ადამიანს აბსოლუტურად ჩვეულებრივად და მე მაგალითად ახლა და უკვე წარმოგიდგენია სად როგორ რანაირად გადაიღებდი. ეგეთი შემთხვევა კი არ ყოფილა, მე სულ ესე ვიყურები. ეხლა ფილტრი მაქვს თავში. ეხლა წარმომიდგენ მე როგორ შეიძლება როგორ გადამიღებდი. მე სულ წარმომიდგენებში ვარ, ცხოვრობ საერთოდ და სულ სხვა კინო მაქვს თავში. მაგრამ უნდა გადამიღო ხო ხედავ, იქით გემივდივარ. თან იცი როგორ გადაგიღებ? რო შენ დაგანახებ ვინ ხარ მართლა. სინამდვილეში. ხო ანუ წარმოიდგინე პორტრეტი იქნება, რომელიც იქნება შენი ანალიტიკა, დიაგნოზი და თან ეს დიაგნოზი იქნება არა დიაგნოზი მედიცინური გაგებით რომ ვაიმე რაღაცა მჭირს რომ უყურე შენ ანუ მე სარკე ვარ. უნდა შეწყდეს ჩემს ცხოვრებაში სელფების ეპოქა დღეიდან მორჩა მარინაკანი უნდა გადამიღოს და აქ და სარკეში გახედებ თან. აი ნახე გარშემო რა ხდება. მოკვდი სელფების გადაღებით, მაგრამ გადამიღე ერთი ადამიანი რატო იღებს იცი? ისევ თავის ძიებაშია. და ჩვენ იმდენი მოგვაწეპეს რაღაცა კონკრეტული კომენტარები, იმან რაღაც გითხრა, იმან რაღაც მასწავლებელმა, მშობელმა, შეყვარებულმა, ყოფილმა, დაქალმა, რომ მე გეჩვენება, რომ ეს ხარ შენ, რასაც რეპლიკებს გარედან გვესვრიან. მაგრამ ეგრე არ არის. და კიდე გითხრა რაღაც. ხო. კიდე რა არის იცი? ეს ძალიან ცუდია. მე მაინც ჩემს სელფებში მომწონს ჩემი თავი. იმიტომ რომ მე არ მქონია ეს ფოტოსესიები. იმიტომ სადღაც გრძნობ ინტუიტიურად. მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა გადავიღო ჩემი თავი. შენ ხვდები. ყველა ხო ვერ ხვდება. და კარგი ფოტოგრაფი ნიშნავს, რომ იმაზე უფრო მეც დაგანახებს, ვიდრე შენ ხვდები. შენ რა თქმა უნდა ხვდები. და რა კარგია. ანუ სარკეში გახედებ, რომელიც არ არის გამრუდებული. ფოტოშოპი ცალკე ამბავია. სხვათა შორის მე მსმენია, რომ ფოტოშოპი ხო არის რაღაც ერთგვარი კულტურა არის, არა მარტო ცოდნა არის, გემოვნება არის, კულტურა არის, რომ არ გადააზედმეტო. მე მინახავს ჩემი ისეთი დაფოტოშოპებული სურათი წლების წინ, რომ მე უბრალოდ არ ვარ ეს, ანუ ეს ვიღაცა ქალია, ძალიან ლამაზია, ბევრად ჩემზე კარგია, ვიდრე მე ვარ, მაგრამ მე არ ვარ, ხო. ეგ ფოტოგრაფიაში კრინჯებით მაგას ეს არის ცუდი კრინჯობა უცუდესი ტონია უცუდესი ტონია ხო მაგრამ ლამაზე თუა ეს რაღაც გამორჯებული ლამაზი ცხოვე პირობითია აი შენ თუ გელამაზებ როცა ცისფერის მაგივრად არის იასამნისფერი ფორისფერი ან რაღაცა ძალიან ხელოვნური კივის და ყვირის გადაზედმეტებული არაფერი ვარგა ხო ეგ არის გემოვნების ამბავი უკვე ხა მაგის შეგრძნება თუ არა ადამიანს რომ არ უნდა გადაასაპნო ადამიანი და ანუ ორი მიმართულება არის რომელიც არაკნინებს ერთი მეორეს ერთი შენ რას გადაიღებ და მეორე შენ შეიძლება ძალიან კარგ გადაღებულ ფოტოს რას გაუკეთებ დედა უტირო თამამი ფოტოსესიები და სხეული ანუ შენ თავადაც გაქვს თამამი ფოტოები რის გამოც ხარ ტროლების, ბოტების, უბრალოდ რბილად რო ვთქვათ კონსერვატიული შეხედულების მქონე ადამიანების სამიზნე, თუმცა ეს არ გაჩერებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ამას შენზე გავლენა ქონია? იყო და როლინგით ჩაკიცო ამ სამის გამო? არა, როლინგი არ ჩავიცას და რბილად არასდროს მაგის გამო. სასაყვარელი ხარ. და ესე დადიოდი, აი აკრული. ჩავიკეთე სახში. როგორც კი მე დავიწყე ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოები გადავიღე შიშველი ვენახში. დავდე ეს ფოტო, იმიტომ რომ მე მინდოდა, აი როგორც Glory, მე მინდოდა რომ
მენახებინა რა მშვენიერია ქალი. რა მშვენიერები ვარ და გამეთავისუფლებინა იმ ტაბუსგან, იმ მარწუხებისგან, პოსტსაბჭოთა იმისგან, რომ ქალი უნდა ჩაკეტო, ჩარაზო, როლინგი ჩაასვა ესა და ხო არ ქონდა უფლება, ხო, ადრე. მით უმეტეს დედებს და ბებიებს არ ქონდათ უფლება, რომ გამოეხატათ თავისთავი, როგორც უნდა, თუნდაც დეკოლტით, იმიტომ ეგრევე იყავი კახპა, ხო, ესე იყო ადრე, ხო? მე ჯინსებში შევსულვარ ქაშვეთის ეკლესიაში და გამოუგდივარ იქიდან მამაოს. ბავშვი, თინეიჯერი, რა იცი, რა ატირებს, რატომ მიდის ეკლესიაში? შენ რა უფლებით უშვებ იმას ტანსაცმლის გამო, ხო? და მე იმდენი მქონია ცხოვრებაში მასეთი მსგავსი დამახინჯებული სისტემიდან მოტანილი აი ეს რაღაცა ტოქსიკური, თავს მოხვეული შეზღუდვები, რომ მე პირიქით ქალების გათავისუფლება მინდა და მინდა უთხრა რომ გოგოებო, ჩვენ მაგრები ვარ. იმიტომ კი არა ვართ მაგრები, რომ სექსუალურ ობიექტად ვხედავ, არამედ პირიქით, იმიტომ რომ ულამაზესი არსებაა. ქალი როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, ისე უნდა გამოხატოს თავისი. ანუ ეს არ არის ეპატაჟი. არა, რა თქმა უნდა, ეს არის სექსუალური რევოლუცია. მაგრამ სექსუალური რევოლუცია ხალხს ძალიან ბრტყლად ესმის. ჩვენ ხო იცი, რამდენი სნობი არის ჩვენ გარშემო და აი რა ესმით, იცი, რომ ამას უნდა ეხლა რომ ყველამ რაღაც დაიწყოს ვულგარულად ცხოვრება, რა შუაშია, სექსუალური რევოლუცია სულ სხვა რამეს ამბობს. ის ამბობს, რომ ჩვენ მშვენივრები ვართ და ჩვენ გვაქვს უფლება თავისუფლად ვიცხოვროთ და გამოვხატოთ ჩვენი თავი და ზუსტად აი მე რა თქმა უნდა ვიცოდი ახლა წინასწარ მე ცოტა ADHD მაქვს და ვიცოდი რომ ამის შესახებ დამისვავდი კითხვებს რომ რატო ვარ ესეთი გახთილი და სპეციალურად მე შენ მინდა ახლა ძალიან პატარა წინადადება წაგიკითხო რომელიც რა თქმა უნდა ჩემი არ არის და ნახე როგორ არის სექსუალური ენერგიის სხეულის და სურვილების დადრგუნვა გითარგმნი ახლა დადრგუნვა საზოგადოებაში ბადებს ფაშიზმს ნევროს სოციალურ აგრესიას და ტოტალიტარიზმს სექსუალური ენერგია ეს არ ნიშნავს ვულგარულობას ეს არის ლიბიდო და ლიბიდო არის საფუძველი ფსიქიკური ჯანსაღის და თავისუფლების. შესაბამისად, სექსუალურობა მარტო ინსტინქტი კი არ არის, ეს არის ცხოვრების ვიტალურობის ენერგია, ენერგია შემოქმედებითობის, სიყვარულის და დიქტატურის საწინააღმდეგოდ იმას იარაღის. სექსუალური რევოლუცია ხალხს სიტყვა სექსი ესმის და ეგრევე იქრინჯებიან. სექსი ნიშნავს, რომ შენ ხარ შემოქმედებითი, თავისუფალი და ცოცხალი. ცოცხალი ხარ ადამიანი და ვირა უფლება მოგვდეს. ეხლა რომ მოსკოვში თქვეს, რომ ის მოიგონიათ კანონი, რომ ხმაურიანი სექსი ეს რა არის? ტოტალიტარიზმი არ არის? ფაშიზმი არ არის და მე ადამიანებს ვათავისუფლებ. და რო დავიწყეს ქალების გადაღება და მეჩვენებინა რომ ქალებო ჩვენ მშვენიერი ვარ და ვერავინ რა გვიგზავნოს რა დონეზე გვეცვას აქამდე თუ აქამდე პარამეტრებს აღარ განსაზღვრავს პატრიარქატი მე ქალების ჯგუფში თვითონ დამაბულინგეს ფემინისტებმა რომ ესო ახდენს ქალის ობიექტივიზაცია სადმე მეწერა რომ მოდით და აი ქალები ვიხმაროთ მეწერა სადმე შენ თუ აღიქოვ ესე ავანტყოფურად რომ იმიტომ გადავიღე მშვენიერება რომ სექსუალურად მიგითითებ ესე იგი შენ გაქვს აქ პრობლემები და შენ არ აძლევ შენ თავისუფლებას ეს არის როგორც რაღაც სოციალური მოძრაობა ანუ ლუქსში რომ შევიდეთ ეხლა და ნიკეს ქანდაკებაზე ვთქვათ რომ დამალეთ გადააფარეთ ხო რა ვიცი ხელოვნებაა და შე თუ გინდა იფიქრე იმაზე რომ ეს აუცილებლად სახმარია და მიადექი იქ ნახატებს და ეწვალე და თუ არა და აი ეს ფოტოგრაფისტვის აი ეს რაღაც სოციალური მოძრაობა ეს კულტურული ცვლილებები რაზეც საუბრობდი რაც ძირითადად 60-იან წლებში დაიწყო და შენთვის არის ძალიან საინტერესო აქ არ მომხდარა ბოლომდე იყო მცდელობები გახსოვს სექს შოპიც გახსოვს პლეხანოვზე და დავანგრიეთ ბომ როგორც ფოტოგრაფისტვის ეს თავისუფალი სექსუალობის მიღება შენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რა იხირო, წაიკითხო, აბა რა არის. მე ხო ამ ყველაფერს სულ ვკითხულობ, მუდმივად ვნაწყდები ფილოსოფიური მაქვს დამთავრებული და ნასწავლი. უამრავ ლიტერატურას მართლა ბავშვობიდან ვღეჭავ და ვეცნობ. ხელოვანი როცა ხარ, თუ არ იცი ხელოვნების ისტორია და თუ არ იცი კაცობრიობის ისტორია და თუ არ არკვევი ფსიქოლოგიაში, მაშინ რა არის შენი ფოტოგრაფია, მარტო დეკორაციაა და დეკორატორი არა ვარ მე. მე უფრო დიდი სიღრმეები მაქვს შიგნით, მაგრამ ადამიანებმა ეს ქვეტექსტები ჯერ არ შეუძლიათო წაიკითხონ, იმიტომ რომ მათ არ
თვითონ თავის თავისუფლებას არ აძლევენ, რომ იყვნენ თავისუფალი. მაგრამ აი მოდი შენ თავზე ვისაუბროთ ახლა. შენ რასაკეთებ ასეთ დროს, როდესაც იღებ შენს სხეულს, შენ მუდმივად სწავლობ, შესწავლის პროცესში ხარ შენი სხეულის, მე ჩემი სხეული, ვიცი? ზეპირა. როდის მივხვდი, რომ ეს არის საინტერესო ფორმა შენი თავის წარმოჩენის? როდის მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყოს ჩემი სტრატეგია. სტრატეგია. სტრატეგია არის. შენ რას ფიქრობ, რომ მე რო დილიდან ესეც სარკეში ვიღებ ხოლმე ძალიან ეგეთ ფოტოებს, ეგ იბიტო არა, რომ მე ისა რა ქვია, ჰორნი ვარ? მაგიტო, მართლა ფიქრობთ, ვინმე რომ ეს ლოგიკურია. და რას გაძლევს ეს სტრატეგია? ვათავისუფლებ სხვა ადამიანებს, უფლებას ვაძლევ, რომ ეს არ იყოს მაგათთვის დემონიზირებული. და როდის მივხვდი ამას, იმიტომ რომ მე რო შენ გაგიცანი, მარი, შენ იყავი აქ გაგიცნი თუ გინდა. კედებიანი გოგო, მე ვიყავი კედებიანი, ყოველთვის ჩვეულებრივი რაღაცა სპორტული ტიპი და უცებ, ანუ უცებ არა, მაგრამ ეხლა ხარ აბსოლუტურად განსხვავებული მაგისგან. ეხლა კარგი შეჩნევა. ყველაფერს ეცი საინტერესოა, მაგაზე ხა წიგნს წერმე. მართლა წიგნს წერ. მე მოვახდინე ჩემ თავში ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს არ მომხდარა ესე. ეს იყო ძალიან დიდი მოგზაურობა inside myself. ეხლა რა ხდება, ნახე, შენ როცა მიცნობდი, ის მარინაკანი უსმენდა ნირვანას. ხო ხტები? უფრო ისეთი იყო, აი დეპეშ მოუდი, მესივეტეკი, ცოტათი ჰიპი, ცოტათი ბიჭი გოგო ვიყავი, ცოტა მაუგლი ვიყავი, ბიჭი გოგო ვიყავი, აბა რა ვიყავი, მე სულ ეგეთი ვიყავი. არქიტექტორის გაზრდილი ვარ. მე ბარბი არ მყოლია ცხოვრებაში, სულ კონსტრუქტორები თამაში. ხო, ეგეთი მე ბიჭი გოგო ვარ. ხო და ეს ბიჭი გოგო რანაირად გახდა, აი ასეთი. როგორი? აი სექსუალური დეკოლტეთი, აი ამ ლამაზი ტატუებით, ასეთი სხეულით და ეს არის რასაც შეხედავ ფორმას. ხო, ფორმას. ხო, და ისა ბიჭი გოგო ხარ? არა, სხვა რა ვევინა, სხვა პასუხი მინდა, რომ შენგან გავიგო. ხო. და პასუხი მე არ გაგცე. აი ხედავ ამ ყველაფერს, მაგრამ შენ რასაც ახლა ყვები, ეს ყველაფერი არის ფორმა. ხო. ვთქვათ, აი ჭკვიალებს, აი კერდი, აი ქალი, აი ელეგანტური ქალი, გაპრანჭული. ეს არის ფორმა. აი ხა ეს დავშალოთ ეს ფორმა. ვთქვათ, რომ თვალები დახუჭული კონდეს. რა იგრძნობა ამ ყველაფრის უკან, რა ენერგიაა ეს მარინაკანი, აი როგორც ენერგია რა მომაქ შენამდე, რას ტრანსილირებ? შენ ალბათ ქმნი ხედვას, შენ ასწავლი ადამიანებს ტრანსფორმაციას. და ბიზნესის ჩემსაც რა ქვია? ფოტოსკოლა არის. ფოტოსკოლა. მასწავლებელი ვარ. და რისი მასწავლებელი ვარ საბოლოო ჯამში? რას გასწავლი? ზუსტად თქვი შენ. მე შენ აღქმას გასწავლი, ხედვას. და ეს ხედვა იმდენად უნდა იყოს თავისუფლებით, სავსე და გაჟღინთული და იმდენად მე შენ უნდა გაგათავისუფლო და დაგანახო, რომ შვილო, აქ არის პროცესორი, მაგრამ ეს პროცესორი არის შეზღუდული, ლიმიტი გვაქვს. აი აქ არის რაღაცა კონკრეტული ზომის ორგანო ტვინი. მაგრამ ამის გარდა ძალიან დიდია სამყარო, როგორც უზენაესი გონი. და მე იქ გამყავს ეს ადამიანები. იმ სხვა ტერიტორიებზე გადამყავს და შენ რო ხა მე მიყურო და ესე რო გელაპარაკო და კეტებიანი პატარა გოგო რო ვიყო, არ ამგონია მე შენ დაგიყოლიო. მივხვდი რას გულისხმობ, შენ არ ასწავლი გადაღებას. შენ ასწავლი ხედვას, ტრანსფორმაციას, რევოლუციას, გამბედაობას, თავისუფლებას, თვით გამოხატვას და ექსპრესიას. მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ესე გადავწყვიტე. ეს მე გავიარე ეს გზა. ნახე როგორი ტატუ მაგ ბოლოს გაკეთებული. ტატუებზე უნდა გელაპარაკო. პირველი ტატუ რომელი იყო? პირველ ტატუს საერთოდ თავი დაანებე. ბოლოა მნიშვნელოვანი. აბა თქვი. ჭუპრი, ხედავ? ჭუპრი. ხო, კიდია ტოტზე ჭუპრი. ეს ჭუპრი რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ ხარშავდა თავის რაღაცეებს, ხო? გაარღვია. გამოვიდა პატარა პეპელა, გამოვიდა და ნახე როგორ გაფერადა დიდი პეპელა. ეს ხო მეტამორფოზაა. იქით ხედავ. ანუ ეს არის მეტამორფოზა, რაც ბოლოს გავიკეთე, ტრანსფორმაცია. ეს მე ვარ დღეს. მე ესეთი გავფერადდი. სინამდვილეში ის პატარა გოგო, ბიჭი გოგო. შინაგანად მასში იყო ეს ფერები, მაგრამ იმ დონეზე მე მქონდა იმ წუთას ცოტა სხვა ეტაპი ცხოვრებისეულობით, ჯერ არ ვიცოდი რომ შეიძლება რომ კიდე სხვა ეტაპი დადგეს ცხოვრებაში. შენ გინახავს ევოლუცია, სადაც ხო, მაგრამ იცი ამიტომ ეს ტატუები მაშინ მქონდა? ალა. ეს არ ვიცოდი მე ვინ ვარ. მე ვიყავი და კამერის უკან ხალხის ყურება. მე ვიყავი დამკვირვებელი, მე ლექტორი არ ვიყავი, მე მაშინ ვიყავი ობზერვერი, ხო? ანუ ვუყურებდი სამყაროს, ვაკვირდებოდი ამ სამყაროს და მქონდა ჩემი კამერა. ფოტოგენურობა არსებობს რეალურად? თუ ეს მითია და განათება? კი ბატონო, არსებობს ხატრული განათება.
და არსებობს არაპროფესიონალები, რომლებიც ადამიანებს სწორად ვერ ანათებენ და მე მიდიან ეს ადამიანების სახლში და იძახიან რა ყოფილა ფოტოგენური. რატო ქირაობაში არ არსებობს არაფოტოგენური ადამიანი? არ არსებობს არაფოტოგენური ადამიანი. კაი რა. არ არსებობს, არც ერთი. და აბა რატო არის რომ ვიღაცები სუდად გამოდიან ფოტოებში? იმიტომ რომ კაცები. თუ პროფესიონალი ფოტოგრაფი არ გიღებს, აი ხა რომ გავხედეთ ამ მამაკაცს, კითხულობს წიგნს. ჩემთვის ეს არის ყველაზე სექსუალური გამოხატულება მამაკაცის, რასაც ეხა ვუყურებ. ესე უნდა გადაიღო ის კითხულობს წიგნს და არ აინტერესებს ჩვენ აქ რას ვლაქლაქებს და ეს არის სექსუალური. მარი, რისი კომპლექსი გაქვს? კომპლექსი? ეხლა მაქვს იმის კომპლექსი, რომ ჩემ ქვეყანას მაგრა აბანძებენ რა. და აი უკვე ეს კომპლექსი ძალიან მაგრად მაწუხებს, რომ რაღაცა უკვე ძალიან მაგრად აბანძებენ ჩემ ქვეყანას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მაგარი დაკომპლექსებული ვარ ამის გამო. აი ხანდახან დღე და ღამე არ მძინავს იმის გამო, რომ ეს რა უქნეს ჩვენ ნერვიულო პოლიტიკურ კომპლექსი გამიჩნდა, რომ აი მასშტაბურად მცხვენია. აი ის კი აღარ არის რომ ადრე რომ რაღაცა კომპლექსები მქონდა რომ ვაიმე ქართველებმა რაღაცა იგი მოიპარეს ევროპაში და როგორ ტეხავს. არა, ეხლა მასშტაბურად მცხვენია. ეხლა რაც მოხდა, რომ გამოიჭრა კისერი უკრაინელმა არ ნახეთ ეს რა ინფორმაცია დაიდო? კი. აი მე ამის კომპლექსი მაქვს, რომ ჩვენ გადავიქეცით ფაშისტებად და არ ვუშვებთ საზღვარზე ყველაზე სტუმართ მოყვარე ქვეყანა. ხალხს ვაში მშილებთ, არ ვუშვებთ, ვკლავთ, ვძარცვავთ. ოღონდ ახლა რა თქმა უნდა მე არ ვლაპარაკობ მართლა ქართველი ხალხი შეხვდები ვისაც ვლაპარაკობ. ქართველი კულტურაში არ ზის საერთოდ ეს რაც ახლა ხდება ქვეყანაში. შენ ძალიან აქტიურად იყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესში. ვიყავი რომელია? გუშინ დამირეკა დათო ბუცხრიკიძემს. მარი სადახარო. ანუ აქტივისტებმაო ჩამოვაგდათო შენზე ლაპარაკე. მარი სად გაქრა ნაკანი და სადაც იყავიო ყველგან ანათებდიო. ძალიან ისეთი იყავიო რა ღუნ. და სად ხარ? ნახე სადავარ ჩემო სიცოცხლე. მე 8 თვე დღე და ღამე ვიყავი ქუჩაში, შენ იცი. სულ პირველ ხაზზე ვიყავი. როგორ შენი დახი ავანგარდი. ყველა სჭირდება დასვენება. არა, რას ლაპარაკობ, რა დამასვენებს? მე რა დამასვენებს? მე ვარ მოუსვენარი ადამიანი. ვგიჟდები ჩემ ქვეყანაზე. მე მახსოვს, რომ შენ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა შენ ამბობდი, რომ აი მაინც და მაინც პოლიტიკა არ მაინტერესებდა. მე არც მიშისტი ვიყავი არასდროს. არ გაინტერესებდა პოლიტიკა. არ მაინტერესებდა ხელოვანი ვარ. ეხლა ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, ის ხალხი არ გაღიზიანებს. გოგო კი არ მაღიზიანებს, მებრალებიან, რომ თავისი მე არ აქვს. მე არ დამემთავრებია, რატო აღარ დავდივარ აქციებში. ხო. ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან, რომ მიშა სააკაშვილმა დაანგრია ის თაღები, რომელსაც ანდროპოვის ყურებს ეძახდნენ და ბაბუაჩემის იყო და მე ზიზღებოდა მიშა ამისგან, რომ ბაბუაჩემის შედევრი დაამსხრია, არც კი იცოდა, რომ ეს არის გოგირდის თბილწყლებზე აშენებული ქალაქის სიმბოლო შადრევანი ქვაში. იმიტომ რომ ვახტანგ გორგასალის ლეგენდა იყო გაღვიძებული და გაცოცხლებული შუა მოედანზე. მეორე ერთი რომ ნუცუბიძე რო აღიარეს, ახლა შედევრიაო ეს შატილის ხიდებიანი корпуსები, ეგეც ტონისია ბაბუაჩემ. ბაბუაჩემს რაც დაუდგავს. პიონერთა გალავ სასახლიდან დაწყებული მეტრო რუსთაველი, ყველაფერი იყო გენიალური და დაანგრია მიშა, ისე რომ არის მოსპო. როგორ მეყარებოდა მე მიშა სააკაშვილი. ჩემი გამიზდელი ბაბუა დაუმტრია ქუთაისის თაღის ბაბუაჩემის იყო, ისიც ააფეთქა მიშამ. მე როგორ მეყარებოდა? არა, მე გარნიგულისხმეა. პოლიტიკა არ მაინტერესებს თქო მაშინ. იმიტომ რომ შევდიოდი პოლემიკაში ჩერგოლეიშვილთან, იმასთან, ამასთან, ვერავინ ვერ მიტანდა. მე მაშინ მარტო პატარა ვიყავი, ვინც ებრძოდა ყველაფერს, იმიტომ რომ ყველას უყვარდა. მიშა ერთი მე ვიყავი, ვინც დაუჩაგრა ბაბუა, ყველაფერი აუფეთქა ბაბუაჩემს და მე ზიზღებოდა რა თქმა უნდა. ყველას უყვარდა, ცოტა უტრირებულია. ჩემ გარშემო ვიძახი, ყველას ევასებოდა და მე ვიყავი ვინც არ. ეხლა დღეს დღეს რა ხდება? მე გავგიჟდი და გადავირია, როდესაც კი დასვეს გავრილოვი პარლამენტში. ვისი ფოტოგრაფი ვიყავი, იცი მაგ დროს? კახი კალაძის, ღარიბაშვილის და ბიძინასი. მარინაკანი ხო ყველას ყოველთვის აინტერესებდა და უნდოდა, იმიტომ რომ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და ამას ვაკეთებდი ძალიან მაგრად. და გადაღებული მყავს. ეს არ ნიშნავს არაფერს, ჩემი პოლიტიკური გემოვნება კავშირში არ უნდა იყოს. მე რა მოხდა? მე რა მოხდა, ნახე. გავრილოვი გამოიყვანეს თუ არა, წამოვედი აბსოლუტურად ყველა მაგ მიდან რა ქვია, დაწესებულებებიდან. ბიძინასაც იღებდი? გადამიღე რამდენი ფოტო მაგ დადებული. კაი გადასაღებია ბიძინა. საოცრება რა. აი როგორც ჯოკონდა ლეონარდოსთვის ისეა ჩემთვის მართლა გეონ ძალიან საინტერესო პორტრეტია. ფოტო კამერა
აი როგორ არის იცი, ისეთი ბასრი არის, რომ გიკეთებს აი როგორც იმას რა ქვია, სკანირება ჩანს ვინ ახარ სულით და ხორცით, აი გაშიშვებს ხვდები როგორც პიროვნებას და ეხლა წარმოიდგინე მე როგორ გადავიღებდი, ანუ არავის არ უსურვებ რომ მე ივანიშვილის თელი იმიტომ რომ მე გამოვაჩენ მის არსს და მისი არსი არის ის რომ გეждდება თავის ფულზე ფეტიში აქვს და იმ დონეზე გადაეფარა ეს თავისი ფეტიში ამ ფულის მიმართ რაღაც გააკერპა რომ საერთოდ აღარ ახსოვს რომ ჩვენ ადამიანები ვართ გული გვაქვს სული გვაქვს ესე როგორ შეიძლება თავებით დაითვალო და არა გულებით ხო აი მე რომ მქონოდა თქვა იმდენი ფული რამდენიც ბიზნეს ქონდა და აქვს მე ალბათ ჩემს ქვეყანას ავაყვავებდი და აი რაღაცა მომენტი მქონდა თავიდან რომ აუ მეთქი ჩვენი ქვეყნისაგან ალბათ საერთოდ რას ეს ადამიანი შექმნის ხო ყველას ქონდა ეგ მომენტი ხო იმიტომ რომ ხა თუ ბევრი ფული გაქვს და თუ შენი ქვეყანა გიყვარს მეტი რა უნდა ქნა ადამიანმა თუ არა რომ გახდე მეცენატი აყვაო შენი ქვეყანა იქ რაღაცა ეს ისტორიაში შეხვიდე როგორც გმირი და ამ საწყალ ხალხს რომელსაც მართლა მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი ომი მეორე ომი მესამე ომი მე ხა როგორ უნდა გადავიღო ბიზნეს საოცრად, როდესაც რა ვიცი, რას უკეთებს ქვეყანას, გამოთხარა ძირი და ბიზნეს საოცრად გადაღება მართლა ძალიან რთულია. ძირითადად რასაც საზოგადოებაში ახლა ახმაურებენ, რომ ეს არის ქართული კოშმარი, ხო? ოცნება კი არა, კოშმარი. რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, როგორც გამოასახლეს გუშინეს ბავშვები, ამ სიცხეში, ქუჩაში რო დასვეს. პატარა ბავშვები თავის თოჯინებით ქუჩაში დასვეს და ნახე ალბათ ფოტოკადრები, ხო, რომ იმათავეთში რო წხედან ეს პოლიციელები. იმათავეთში. შენ როგორც ფოტოგრაფს ეხლა გაიფიქრე, რომ იქ იმუშავებდი როგორც ფოტოგრაფი გამოსახლებას სცენებს. ვერა, ალბათ ძალიან მაგარი ფოტოები გამოვიდოდა, მაგრამ მე იქ მოვკვდებოდი, ან ვიღაცა უნდა შემომაგოთ. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ანუ როგორც ხელოვანი ხარ, ძალიან ემოციონალი ხარ. და არა ხარ შენ ფოტორეპორტიორი? ანუ ფოტორეპორტიორი ესე ვარ და ძალიან ბევრი გადამიღია რეპორტაჟები რა, თქვათ იქ აგვისტოშიც 2008 წელს. იმიტომ რომ თუ ფოტორეპორტიორი ხარ გიწევს გადაღება ჯოჯოხეთის და ესე ვიყავი კიდევაც მაშინ აქციებში. იმიტომ რომ იმაზე დიდი ჯოჯოხეთი რა შეიძლება იყოს ბავშვი რომ მატრასზე წევს სახლიდან გამოგდებული 40 გრადუს სიცხეში და შენ რომ მამამის თვალწინ უცემ და ამ ბავშვთან მართლა ერთი თვალი დაკარგულებ. ანუ არ ვიცი მე რა ხდება საერთოდ და მე იქ ვერ გავუძლებდი როგორც ადამიანი, როგორც დედა, როგორც ფოტოგრაფი. ხდები და ვერ მივდივარ, უკვე ვეღარ ვიღებ ეგეთ რაღაცებს, იმიტომ რომ ჩემს მორალსა, ჩემს ღირებულებებს უკვე იმ დონეზე აცთა ეს ყველაფერი, რომ მე მგონი რომ ისეთ აბსურდში ვცხოვრობ და ისეთ კოშმარში ვცხოვრობ, რომ ერთშვენიერ დღეს იქნებ უბრალოდ გავიღვიძო. ფიქრობ რომ ფოტო შეძლო ის რომ ჩვენ გულთან ახლოს კიდევ უფრო მეტად მივიტანეთ ამ ბავშვის ისტორია? იცი რა არის? მე ესე მგონია, რომ ვინც ამ ფოტოებში აღმოჩნდა მარტო მაგ ფოტოში კი არა. ყველა იმ არქივს გულისხმობ, რაც მოხდა საერთოდ რა, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. აი, სახელმძღვანელო შეიქმნება სამომავლოდ, როგორი იყო ის ეპოქა საქართველოში, როცა ბუდობდა ნეოფაშიზმი. და სირცხვილი იქნება ყველა იმ გვარი შვილობისთვის, ვინც ამ ფოტოკადრებში შევიდა როგორც მწამებელი. ხდები, აი ეს იქნება რაღაცა ხატი, აი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და როგორი მოღალატეს სახე 21 საუკუნეში. ფოტოგრაფები ჟამთა აღმწერლები არიან, ისტორიკოსები არიან. რა თქმა უნდა. ამას ვერ წაშლი. ეს უკვე რა ვიცი, ისე გავრცელდა და ისე გავირუსთა ეს ფოტოები. რომ რა მე არ ვისურვებდი, რომ ჩემი ოჯახის წევრი მაინც იყოს იმ პოლიციელების ტანის სამოსში. როგორ იცინოდა ის ბიჭი გახსოვს ალბათ, როცა გამოასახლა ის ქართველი, არ ვიცი, ეხაც გული მიჩუქდება, ეს სურათი მომახსენდება, რომ ესეთი გაოგნებული და სასოწარკვეთილი ადამიანი თავისი შვილებიანად რო აგდებს და თანო პირში სიგარეტი გაჩხერილი აქვს ამ პოლიციელს და თან იცინიან და აი რა ვინ გაზარდა ეს ხალხი? ან რა მწამსით გაზარდა? ნუ გასაგებია რომ მართლმადიდებლობას არ სწამთ, მაგრამ რაღაცის მაინც ხო უნდა გწამდეს, აი რა ბავშვი, დედა, სახლი. ეხლა მაგალითად ვინმე ქოცმა რო გთხოვოს ფოტო გადამიღეო.
არ უცხოვია დგონია. მე ყოველთვის მე მთხოვს გადაღებას, მე ყველაფერზე უარი თქვი და ხალხზე კი არ აინტერესებს ფოტოგრაფი როგორ ცხოვრობს, რა ფული ცხოვრობს. ძალიან მიჭირდა ერთი პერიოდი. ანუკისაც მე ვიღებდი. ყველას წინააღმდეგ წავედი, მე და ხალხმა, როგორ გითხრა, ყველა კარიჭ დაიხურა ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისტვის. ყველა კარი დაიხურა ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისტვის. მაგრამ გაიხსნა ფოტოსკოლის კარი. მე გავხსენი ეგ ფოტოსკოლა ცოტა ადრე, იმიტომ მივხვდი საერთკენ მიდიოდა ყველაფერი, რომ მივხვდი მე ჩემი ბიზნესი თუ არ მექნება და მე თუ ადამიანებს არ განვანათლებ და მე თუ პედაგოგიკაში არ გადავედი, ურთულესია ხელოვანისთვის. ანუ დასკვნა, როგორც პოლიტიკა არის ფოტოგრაფიაში. შეკვეთებს უბრალოდ ვერ მიიღებ. თუ არ ხარგავს მოსაწონი პოლიტიკური ორიენტაცია. ვინც წავა იმაზე რა ქვია, კომპრომისები. პოლიტიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაზე გიფიქრია? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აბა არ ვიფიქრევდი. 43 წლის ხვდები და სულ ჩემ ქვეყანას ვემსახურები და გიჟდები ჩემ ქვეყანაზე. გიჟდები საქართველოზე და ვერჯი მქონია შემოთავაზება არ წავსულვარ, იმიტომ რომ მაგრად მომწონს, რომ ვასწავლი, სხვებს ვანვითარებ, დარგს უწყობ ხელს, რომ განმავითარო, ფოტოგრაფია მიყვარს, საქართველო მიყვარს, როგორ უნდა გიყვარდეს საქართველოს, გიჟდები. მაგრამ ბოლო ხანებში მიწევს კი ფიქრი და ხვდები, რომ ეს არის ბოლო. რომ აი ესეთი ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ ყოფილიყვნენ ანტრეპრენერები, მისიონერები, შემოქმედებითად თავის ქვეყანას გამოადგეს, ასე ვთქვათ, როგორც რა ვიცი მე განმანათლებელი პრინციპში, რა მე ჩემი ბიზნესი არის განათლება სფერო, ხო? ძალიან დიდი სტატისტიკა დავწერე ამ 16 წლის მანძილზე, იმიტომ რომ მე ჯერ სტუდენტი არ მინახავს, რომ არ გაეშალა ფრთები და ისინი იღებენ დღეს იმ რეკლამებს და ისინი არიან დღეს ყველაზე პოპულარულები. ისეთი თაობა გავზარდე, სადაც გაიგებ, რომ მაგარი ფოტოგრაფია, მაგარი ვიდეოგრაფია, სუნაკანის გაზრდილი ბავშვები არიან, რომლებიც დღეს უკვე ძალიან მაგრები არიან თვითმყოფადი. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ მე მიუძღვენი მთელი ჩემი ცხოვრება ამ ყველაფერს, ხო? ჯერ ფოტოგრაფია აღვადგინე, იმიტომ რომ გავაფერადე, სულ შავ-თეთრი და სევდიანი ფოტოები იყო. და მიუხედავად ამისა, გიფიქრია ემიგრაციაზე. ფიქრობ გიჟივით, როდის წავიდე. გიჟივით, ჩემოდენებზე ვზივარ ჩათვალე. იმიტომ რომ, ანუ რა ვიცი, ციხეში ვიჯდე ესეთი პოტენციალის ადამიანი? გაგანც და მაგისო შეიძლება დაგაკავა? შენ არ გაქვს? კი. ვინმეს არა? მარი, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მინდა კითხო. 10 წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ ყავასაც არ ვსვამო, რადგან მიყვებით ჯანსაღი ცხოვრების წესს. ჯერ კიდევ ასე კაცრად იცავ ამ პრინციპს? აღარ ვიცავ, ყავას ვსვამ. ჩემთვის უკვე აღარ შეუძლია, იცი, ძალიან გადავიწვი. თუ არ გამომაფხიზლებს რამე, ის ასე ვთქვათ, ხოდი აღარა მაქვს, როგორც ახალგაზრდობაში მქონდა. რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესებს საუბრობთ ახლა? ხო, ახლა ზოგადად სულ არ ჯიშობ, მე ხო იცი. მართლა, ვიტამინებიც გეყვარება. ნახე ეს შენთვის რა გამოაგზავნა. ეს არის აი ესეთი ჯადოსნური ამბავი. ეს არის Sugar Bear Pro-ს ვიტამინი. ეს ცისფერი დათუნიები. კი, ცისფერი საღეჭი დათუნიებია, თმის, კანის, ფრჩხილის, ძილის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება, ყველაფერი მოკლედ. როგორ თმებზე და კანზე, მოვლაზე გიჟდები. ხო და ეგ ამბავია, თმის ამბავი უპირველესია, როდესაც ამ ვიტამინს ვიღებ. კი ბატონო, და რაც ყველაზე მთავარი არის ვეგანური. და კი, ვეგანური საღეჭი ვიტამინია, ბუნებრივია, უსაფრთხო შემადგენლობა აქვს და რა გემოაქვს? აბა გასული და მითხარი. და 62 წალია, ეს კი რაზე არის? დღეში ორჯერ უნდა მივიღო. ამერიკულია. თუ ორი თვე, ვაი მე უკვე მომინდა, შენს გინდა ხო? ნერწყვი გადაყლაპეთ შემსავით, მოიცა და გავხსნათ. პატარა ცისფერი და მე სულ მანებივრებს ხოლმე ჩემი საყვარელი PSP ხო და ახლა შენთვისაც გამოაგზავნა. აი მე ამომინდი ამოიღე დათუნია ერთი და თმები გაგვიბრჭყალდება. ძალიან საყვარლობა. ეგეთი რაღაცები არ გიყვარს? მე გიჟდები ეგეთ რაღაცებს, რომ ვიცი რა კამფეტში ევჭამ და თმები ბრჭყალა მექნება. კაია. მადლობა PSP-ს და მოკლედ ასეთი ჯადოსნური რაღაც გამოგვიგზავნა. Sugar Bear Pro უკვე არის ხელმისაწვდომი PSP-ში ჩვენს PSP-ს. მადლობა.
ქალებმა უნდა მოუაროთ ვეუბნები, რომ ისეთი პროდუქტი უნდა გამომიგზავნოთ საჩუქრად სტუმრისთვის, რომ მეც კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, როცა ვთავაზობ, რომ მეც დარწმუნებული ვიყო, რომ ეს არის ის, რაც ჩემს სტუმარს გაუხარდება და იმედია. რას ნიშნავს იყო ინფლუენსერი საქართველოში? გაიარო. ცეცხლი კონკურენციას? არა, რა კონკურენცია? ჩვენ ინფლუენსერებს ერთმანეთს ძალიან გვიყვარს. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ყველა მე მეგობრება. ცეცხლი უნდა გაიარო. დიდი ცეცხლი ბევრჯერ უნდა გაიარო. რატო იცი? ქართველი მაყურებელს აქვს ძალიან დახვეწილი გემოვნება. გესმის? ჩვენ იმ დონის კულტურა გვაქვს და იმდენი ხნის ისტორია, მოგვიწევს რომ თეატრი არ გვიყვარს, ხო, როგორც ეგეთი და მაყურებლები ვართ ძალიან დახვეწილი. შესაბამისად, ქართველი მაყურებელი იმდენად დახვეწილი ტიპია, რომ იმას ესე რაღაცას ვერ მიუგდებ, ხვდები, როგორც შეიძლება ამერიკელს მიუგდო, ქართველს ამას ვერ გაუკეთებ და ამიტომ სულ ცეცხლის და ქარის და კრიტიკის ქვეშ ვარდები თუ რაღაცა შეგეშალა, ესეთი დამკვირვებლები არიან. და შეიძლება რომ ინფლუენსერს კონდეს ისეთი შემოსავალი საქართველოში, რომ არაფერი არ აკეთოს. და მარტო ამით იყოს დაკავებული, არ კონდეს სამსახური, არ კონდეს ფოტოგრაფიის სკოლა. აი მარტო იყოს ინსტაგრამზე კი, არეკლამას. ბევრია ეგრე. მაგრამ ამისთვის ალბათ აუცილებელია ქოცი იყო. ის არის თითოს. იმიტომ რომ რეკლამას არ მოგიტანენ. ნახე რა არის მაგარი. მე რეკლამებით კი არ ვცხოვრობ. შენ უნდა რაღაცა პროდუქტი შექმნა. შენ უნდა შექმნა ის პროდუქტი. ანუ ინფლუენსერობა არ ნიშნავს იმას, რომ ზი ხარ და ლამაზი ხარ. საერთოდ არ არის ეგ აღქმა. ინფლუენსინგი თვითონ არის უკვე სამსახური. უბრალოდ შენი თავი თვითონ ყავს სამსახურში აყვანილი. როგორც ოპერატორი, როგორც ფოტოგრაფი, როგორც ჟურნალისტი, როგორც წამყვანი, როგორც ბიზნესმენი, როგორც სტორიტელერი. შენ ხარ ის ყველაფერი. ის პატარა ტელევიზია შენ ხარ. მარი შენ როგორი დედა ხარ? ფანტასტიკური. ყველაზე კარგი რაც ამ ცხოვრებაში გამომდის, ვარ კარგი დედა. მართლა? მაგარი დედა ვარ ძალიან. ოღონ ამას ვაფასებ იქიდან გამომდინარე, როგორი შვილები მყავს. და თვითონ გეუბნებიან ალბათ, რომ კარგი დედა ხარ. გიждდებიან ჩემზე და მე ვგიждდები მაგაზე. როგორ წარმოგიდგენი ამ შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ? პარიზში. სორბონაში მინდა ჩავაბარო და იქ მინდა რომ სახელოსნო მქონდეს და აი მოდას გადავიღებ დიდი სიამოვნებით, ოღონდ აი ქუჩებში, არქიტექტურასთან ერთად პარიზზე გიждდები და მინდა რომ იქ დამკვიდრდე. თან ვიცი ფრანგული და უკვე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ვინც მეძახის. რა კარგია. ყველაზე მაგარი ქართველი ფოტოგრაფი. მოდი ქალებში ვიტყვი. ნათელა გრიგალაშვილს, კაცებში ვიტყვი გურამ წიბახაშვილს. შენი საყვარელი ტატუ? ჩემი საყვარელი ტატუ? აქ მაწერია სულიერი სივშვიდე. მიყვარს ეს ტატუ, იმიტომ რომ აქ მაწერია ღმერთს ელაპარაკე და ვლოცულობ ხოლმე, როცა საჭეს დავზივარა, როცა საჭეს ვაკეთებ, ვახსენებ რომ ღმერთს უნდა ველაპარაკო და რაღაც ძალიან კაი ტატუებია. ბოლო წიგნი რომელიც წაიკითხე? აუ, ფანტასტიკური ჯო დისპენზას შეცვალე ქვეცნობიერი კვანტურ ფიზიკაზეა და შეცვალა ყველაფერი ჩემ ტვინში. ყველაზე სიმპათიური ბიჭები რომელ ქვეყანაში არიან? ყველაზე სიმპათიური ბიჭები. ალბათ ბრაზილიაში, მაგრამ არ ყოფილვარ. და სადაც ყოფილვარ, ყველაზე სიმპათიურები იტალია. ყველაზე მეტად ვისი გადაღება გაგისწორდა? გამისწორდა? კირა ნაიტლის. გადაიღო. ხო, აგვისტოს 5 დღე გადაღებული მაქვს ეს ომი. მიშას დაფინანსებული და იქ ვიყავი ენდი გარსიას ფოტოგრაფი, პირადი, ველ კილმერის, რუპერტ ფრენდის და იქ ჩამოაკითხა რუპერტ ფრენდს წალკაში გავიცანი კირა ნაიტლი ღამე ტყეში და მეორე დღეს გადავიღე. მე ძალიან ისიც გადაღებული იყო ჩემი საყვარელი რალფ ფაინსი. ერთი ქვეყანა, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობ. პარიზი. საფრანგეთი. მაგრამ აფრიკა. შენი guilty pleasure. ჩემი guilty pleasure არის ღამეჭამა.
სერიალის ყურება ლიტუკასთან ერთად ჩაწოლა და ჭამა და ყურება სერიალის. ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი, რომელიც მიგიღია? აფრიკაში, როცა დამპატიჟა მარიამ კუკუნაშვილმა ჟირაფ მანორში, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო და ჟირაფებს რო ვეხუტებოდი ყოველდღიურად ყავას რომ მივირთმოდი და ფანჯრიდან რო შემოდიოდან კისრით. აი მართლა ძალიან მაგარი ტური მომიწყო მარიამმა, რომელიც ცხოვრებაში არ დამოიზრდება ეს პატივისცემა. ჩვენ გვაქვს რუბრიკა ChatGPT-ს კითხვა. ყოველ ჯერზე ChatGPT-ს ვეკითხებით, რა კითხვას დაუსვამდი ამ ადამიანს და ახლა ჩვენ ვკითხეთ ChatGPT-ს, რა კითხვას დაუსვამდი მარინაკანს და გვითხრა 2 წუთიანი მასტერკლასი ჩაუტაროს მაყურებელს მობილური ფოტოების გადაღების. ოკეი. ჭკვიან ტელეფონს გააჩნია მოკლედ რამოდენიმე კამერა. ამ რამოდენიმე კამერის ფუნქციები არ იციან ადამიანებმა და არ აკვირდებიან ფოტოს, როცა ვიღებთ, აქ იწერება კონკრეტული პარამეტრები, თქვათ 0.5, 1x, 2x. და ისე იღებენ ხოლმე, რომ თითებით ესე არ შეიძლება დაზუმვა თითებით, ცვლის ხარისხს ძალიან აგდებს, უნდა ყოველთვის პირდაპირ პარამეტრებს დავაჭიროთ 0.5x-ით არის კარგი პეიზაჟის გადაღება, არქიტექტურის გადაღება. 1x-ით ძალიან კარგია რომ გადაიღო ესეთი წელზევით პორტრეტი მაგალითად და 2x-ით არის ყოველთვის კარგი გადაიღო ადამიანის სახე, პორტრეტი, ფრაგმენტი. თუ ჩვენ ეს არ ვცვლით ხოლმე კამერებს და არ გადავიღებთ ხან საერთო ხედით, ხან დეტალს, ხან medium ფორმატს ხო, მაშინ ჩვენი ფოტოები იქნება ყოველთვის ერთი და იგივე რაკურსით გადაღებული, ერთი და იგივე ლინზით გადაღებული და არ არის საინტერესო. Storytelling-ის დროსაც ხო, ეხლა ძალიან მოდაში ხო არის, რა ესე იღებენ ადამიანები, რა ხდება გარეთ, რა ხდება შიგნით და ეს პოვი ძალიან კაია my point of view, მაგრამ თუ სტორებში არ ცვალე ეს კამერები და ხან დეტალი არ მაჩვენე, ხან მთლიანობა არ მაჩვენე, ხან რამაცვია ფეხზე არ მაჩვენე, ხან ამინდი არ მაჩვენე, ხან პეიზაჟი და არ ცვალე, როგორც კინოში ცვლიან, ხო? კინოში ხო არ არის ერთი კადრი და ერთი შტატივი და ერთი კამერა. კინოში ყოველთვის არის კადრების ცვლა. აი კადრების ცვლა ჩვენს ფიდზეც ძალიან მნიშვნელოვანია Instagram-ზე, პორტფოლიოში, რომ მაყურებელმა ხან ამოისუნთქოს და ჰაეროვნებას შეგრძნება კონდეს, მაგალითად პეიზაჟი, ინტერიერი, არქიტექტურა, ამინდი და ხანდახან იყოს ძალიან ახლოს და რატო? კინოს როცა უყურებს ადამიანი და მთლიან სცენას ხედავს, ხო? ხო არის ხოლმე რაღაცა მომენტი, როცა მსახიობის თვალები ჩანს ახლოდან, პირი, მიმიკა, თითები, რატო? იმიტომ რომ ჩვენ მივუახლოვთ ეს და დისტანციიდან უკვე ახლოს მივიდეთ იმ ადამიანთან და შევიგრძნოთ მისი აი ეს კანი, ენერგეტიკა, ემოცია, თვალებში არის მთავარი ემოცია, ხო? და თუ მე არ მომიახლოვე ხანდახან ეს თუნდაც მსახიობია ნივთი, მე ყოველთვის მეგონება რომ სულ ბოლოში ვზივარ პარტერში და მე ვერ ვიქნები შენი თანაგანცდელი, ანუ ემპათიაში არ შემოვალ ყოველთვის რომ შორიდან მელაპარაკები. ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ერთი სული მაქვს ვნახო, რა ნივთებით მოხვედი დღეს ჩვენთან. რა ნივთებით მოვედი? ესე იგი, პირველი ნივთი არის ეს ჩანთა. ხო. ეს ჩანთა, რომელსაც აწერია ფოტოსკოლა ნაკანი მამასახლისი, მაგრამ რო შემოატრიალე, აწერია Street Photography Workshop, Sevilla, აპრილი 2025 წელი. ასეთი გვაქვს პარიზიც, ასეთი გვაქვს სტამბულიც. ანუ მე და გიორგი ვაკეთებთ ჩანთებს ფოტოსკოლის და ვურიგებთ იმ სტუდენტებს, ვინც workshops გაივლის და უამრავ ქვეყანაში ესე ვაპირებთ მოგზაურობას. ანუ მე რომ მივიღო ეხლა ეს ჩანთა, უნდა გავიარო workshop-ი შენთან. სადმე უცხოეთში და ქუჩის ფოტოგრაფია ისწავლე ჩვენთან ერთად და ჩემი საყვარელი ნივთია, ხო? კი. მაჩვენე. შემდეგ მეორე მიყვარს ეს ნივთი და რა გავაკეთო? ნახე როგორი ნივთი მაქვს. ამ ნივთმა მომიტანა სხვათა შორის ის საუკეთესო ლექტორი. წლის საუკეთესო ლექტორი ჯიპამ გადმომცა. სერტიფიცირებული პროგრამის ფოტოგრაფია და ფოტოშოპი. 2016 წელს გადმომცა და ეს მიდევს თაროზე საამაყად, იმიტომ რომ ჯიპას ლექტორები შენ მოგეხსენება რა დონის
ლექტორები არიან და მე რო გადმომცეს ეს პრიზი, ეგრევე მივხვდი რომ ფოტოსკოლა უნდა გავხსნა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის რაღაცა. ეს მანამდე იყო, მანამდე იყო 2016-ში. ანუ პრაქტიკულად ეს ჯილდო იყო შენი მოტივატორი გაგიხსნა ფოტოსკოლა. აი რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს რაღაცა ბიძგს მისცემ. ბიძგი, მწვანე შუქი. კი, ყოჩახ ჯიპას. და ეს ნივთია. ნახე, როგორ ნივთია. აბა გაიგეთე. სათვალეა? აბა გაიგეთე. და როგორი საი. ხა მოგიყვები ამ სათვალეზე და შენ გეკეთოს. დედა როგორ გიხდება? კარგად იყურები? კი, ძალიან კარგია. ლამაზია, იცი. მოგწონ ვარ. ძალიან მომწონხარ. იცი როგორ გიხდება? მაქმანები კარგია. როგორ მოირგე და მოგიყვი ამ ისტორიას. მოდი მომიყევი და თან ჩავიხედები. ჩაიხედე. ნახე რა ლამაზია. ძალიან ხო მოგწონს. ეხლა მოდი ჯერ ისტორიას მომიყევი მაქსათვალეზე. და მე ესე ვიხდები. ძალიან უცხოა. ეხლა რატოა ეს დივთი ჩემთვის საყვარელი? ეგეთი წითელიც მაქვს და შავიც. და რა არის? მე რო პარიზში ვიყავი ერთხელ და დიდი ხანი ვიცხოვრე. ნუ იქ ნელ-ნელა გავიცანი სოჰო ჰაუსში ადამიანები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, მოკლედ. etc. და რო გავიცანი ამ ადამიანებს ძალიან შევუყვარდი და მე რა სრულიად მოულოდნელად უკვე შემოდგომაზე მე მიმიწვიეს ამ სათვალეების გადაღებებზე, გაფიარებაზე, უკვე როგორც მოდელი, გესმის? და მე საცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ძალიან პროფესიონალი დიზაინერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მოდელები მე მომიწოდა როგორც მოდელი და ეიფელის ქვეშ მიიღებდნენ როგორც მსახიობს და ჭკუაზე არ ვიყავი, ესე დავდიოდი, კამერები მე დამზდებდნენ. და ისეთი მაგარი გრძნობა იყო ცხოვრებაში, ხომ ვერ ვიფიქრებდი, რომ მე შეიძლება ვიყო მოდელი პარიზში და ფოტოგრაფი ვარ ყოფნები და აი ყველაზე კარგ ლოკაციებში, ყველაზე საოცარ გადაღებებზე მე ვიყავი მთავარი მსახიობი. ეს კლიპი გამოვიდა მე იქიდან, ნუ მოკლედ ამ კლიპის გახსნაზე იყვნენ ძალიან მაგარი ადამიანები მოწვეული და მე როგორც მოდელი. ძალიან მაგარია. მახსენებს იმას, რომ ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის გამორიცხული. უბრალოდ არ უნდა იყოს შეზღუდული. გონებას უნდა მისცეს საშუალება, რომ იფანტაზიოროს და ჩვენი ეს არის პრაქტიკულად და ჩვენი აქციის მონაწილეებისთვის ძალიან საინტერესო სათვალე. ხო და მე ამ სათვალეს შენ გჩუქნი. კაი. ხო, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე ამ სათვალით, ყველა შენ მოგაქცევს ყურადღებას. აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ქალურია, ხო? ძალიან მომწონს. მადლობა მარი, ძალიან დიდი მადლობა. შენ აი ამ მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის მართლა ძალიან მომწონს და ძალიან ორიგინალურია და ძალიან კარგია. და მადლობა ყველაფრისთვის, რასაც შენ აკეთებ. მადლობა შენი სამოქალაქო პოზიციისთვის. ყველას ამას ვეუბნები ყოველთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ ხარ ნამდვილად პროფესიონალი, სუპერ პროფესიონალი, როგორც ფოტოგრაფი, როგორც ლექტორი, როგორც შენი ფოტოსკოლის დამფუძნებელი, თანადამფუძნებელი. ვით ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის სამოქალაქო პოზიცია, როგორი აქვს ადამიანს დღევანდელ ქვეყანაში და ამისთვის მადლობა შენ და არც ერთი ფოტო თუ არც ერთი გატანილი გოლი თუ არც ერთი მუსიკალური ნომერი არ მომწონს თუ იმას არ ახლავს კაფიო და ძალიან სწორი სამოქალაქო პოზიცია, ამიტომ მადლობა შენ ამისთვის. ერიკით, შენ მადლობა. მე უნდა დაგემშვიდობო. მარინა კანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო 1 საათი გავატარეთ მასთან. მე კი გემშვიდობებით შემდეგ გადაცემამდე დროებით.